საღამო მშვიდობისა მხოლოდ იმედის არხზე ყველაზე ცხელი თროქ-შოუს დრო დადგა. დღეს მომდევნო საათნახევრის განმავლობაში ყველაზე აქტუალური თემის შესახებ ყველაზე ცხელი თოქ-შოუს ეთერში მწვავე დებატები გაიმართება. ის, რასაც ქართველი ქორეოგრაფები ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთს პირისპირ არ ეუბნებოდნენ და მხოლოდ საგაზეთო ფუძლებიდან მიმდინარეობდა ბრძოლა. რატომ არ აღიარებს ანსამბლი ერისიონი სუხიშვილების თანამედროვე დადგმებს და რატომ ფიქრობენ ისინი, რომ ილიკო სუხიშვილმა ქართულ ცეკვას სული ამოაცალა? ყველაზე მწვავე ბრალდებების საპასუხოდ დღეს სტუდიაში სუხიშვილების მოცეკვავეები მოვიწვიეთ. გადაცემის მესამე ნაწილში კი ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო და ილიკო სუხიშვილებს ვთხოვეთ. ყველაზე სკანდალური ეთერი და დაპირისპირება. ისინი დღეს სტუდიაში ერთმანეთს პირისპირ ეთქიან იმას, რაზეც ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩუმად საუბრობდნენ. ჩვენ ვაღიზიანებთ ჩვენ. ყველა მედოლე და მეგარმონი ქორეოგრაფი გახდა. დროხები ვარ. ერისიონი, რუსთავი და სუხიშვილები ერთმანეთის წინააღმდეგ. არ ვერ ცეკვავენ. ჩხუბობენ. ბოტასებით ცეკვა არ გამიგიებენ ქართული ცეკვის. ჯერ პირველად დახიეთ მითი. ჯინსები. ცხარე დისკუსია თემაზე, ვინ ამოაცალა სული ქართულ ცეკვას. ახლა სუხიშვილები ვეღარ დგამენ ცეკვებს? ვერა, ის არ არის დადგმა. მაგას აქვს ამ თანამედროვე ცეკვებში ქორეოგრაფი არ აქვს. 3 წელი მეხვეწებოდა ნახევარი საქართველოს რომ მინისტრის ვარსკვლავი გამეფდა. ვინ აიძულებდა დავით ოქიტაშვილს ფრიდონ სულაბერძის ვარსკვლავის გახსნას? დამალული სკანდალები პირველად ცხელ თოქ-შოუში. არ უნდა გაიხსნა ისეთი ვარსკვლავი, როდესაც მერე დრომოვა თავისი ხელით ამოთხარო და გადააგდო. ის ვარსკვლავს ამოთხიან. ფრიდონ სულაბერძი ამ ანსამბლის წარმატება ყველა შურს. ჩვენ გზავნილი ხო არ ახლა? ერისიონის სუხიშვილების წინააღმდეგ რატომ ადანაშაულებს რევაზ ჭოხონელიძე ილიკო სუხიშვილს ქურდობაში? სუხიშვილები იპარავენ? მუსიკა არის არა ქართული განათვალ. გადაცემის ფინალურ ნაწილში ყველაზე ცხელი თოქ-შოუ სპეციალური ეთერი კიევიდან და სუხიშვილების პირველი პასუხი რუსთავს. ნუ ბაძავენ ჩვენ ცეკვებს. ერისიონს ქართულში მოაფიქრეთ, რომ ჩასვან ბაზ გიტარა, დრამსეტი და მე მგონი აკლია სკრეჩ აპარატი და დიჯეი. და ორივეს ერთად. ერისიონი და რუსთავი ვერ ატარებს ამ კონცერტებს, იმიტომ რომ ვერ ყიდიან ბილეთს და დაფარული სკანდალები პირველად ღია ეთერში პარასკევს და მხოლოდ იმედზე. ეს და სხვა კიდევ ბევრი საინტერესო თემა მომდევნო საათნახევრის განმავლობაში ყველაზე ცხელი თოქ-შოუს ეთერში. მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, მივესალმები ჩვენი სტუდიის სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვერთით და ვსაუბრობთ დღეს სტუდიაში მხოლოდ ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემის შესახებ. რეალურად ახლა დგას ის ეტაპი ქართულ ქორეოგრაფიაში, ქართულ ცეკვაში, როდესაც თანამედროვე ელემენტები ხელს უწყობს, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა კარგავს იმ გენიალურ ფორმას, რომელიც ამას თუნდაც გასულ საუკუნეში ჰქონდა. რასაკვირველია თავისი ეს საუკუნეს თავისი მოაქვს. ერთ ადგილზე კეპნა, ერთ ადგილზე ყოფნა, რაღაც მოსაბეზრებელიც არის ზოგიერთისთვის, მაგრამ ეს ნელ-ნელა უნდა განვითარდეს, ისე უნდა განვითარდეს, ის არ უნდა შეეხოს იმ ფესვებს, იმ ძირს არ უნდა შეეხოს. იცი რატომ? უნდა განვითარდეს ისე, რომ ის ეროვნულ ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. ეროვნულ ჩარჩოს თუ არ ჩაჯდა და იქიდან გავიდა, ის შენიარა და ამასაც დაკარგა. ახლა ჯდება ეროვნულ ჩარჩოებში ეს ყველაფერი. ის რასაც ახლა ხედავთ. არა, ეროვნულ ჩარჩოს გაცილდნენ ზოგიერთები. რატომ? აი, იცი რა, მე ბოდის ვიხდი, მაგრამ რაღაცა, იცი, ახალი რაღაცა მიმდევრობები შემოვიდა, რომელიც რითი გააკვირებ შენ თემსოფლიოს, რითი გააკვირებ ზანგებს აქვთ ესეთი ცეკვები, გესმის, ბოდიში თქვენთან თავით ტრიალდებენ, ლამისაც ხვირით დატრიალდე. შენი ეროვნულობით გაატარებ, შენი ერისული სული უნდა გაძლოს. რა არ მოსწონს ომან მხეიძეს კონკრეტულად? რა არ მოგწონს თქვენ, შეგიძლიათ კონკრეტულად? აი რა არ მაგმოწონს. არის წყვილთა ცეკვები. აი ხალი და მამაკაცი ცეკვავს. ეს გოგო ვინ არის? დეიდაშვილია, ბიძაშვილია, და არის თუ ვინ არის? ეს დატვირთვა, აზრობრივი დატვირთვა უნდა ქონდეს ამას. როგორც ცეკვა ქართულში არის, ეს არის სატრფიალო ცეკვა. აქეთკენ მობზანდი ბატონო, იქეთკენ მობზანდი, შორსაც წახვიდე გოგოთის არ არის, გასმის, მithხოვე თუ არა გავგიჟდებიო. ახლა ცეკვას აზრობრივი დატვირთვა აღარ აქვს ბატონო. აი დატვირთვა აღარ აქვს, იმით რატომ? ეს აი იგივე რაც მე მოყევი, იგივე არის თეოლურ ცეკვაში. თეოლ ცეკვაში, თეალი კაცი რომ გადმოხტება, ხელს გაუშლის, ხალს, გასმის, ხალს ეცეკვება, კაცო, ხალსთან დააქვს საქმე. გოგოს უნდა მოხიბლოს, უნდა თავის მოიმწყვრიოს, თავის სიყვარულის არში უნდა ალი უნდა მოახვიოს მას და ასე პირდაპირ ცეკვავს, ცეკვავს, ვის ცეკვა? ვის ცეკვა? ვინ ცეკვავს ახლა ასე პირდაპირ? ბატონო, მოდი დავკონკრეტდეთ, ვინ ცეკვავს ახლა ასე პირდაპირ? ეხლა ნახე, იცი რა არის, კი გეტყვით ახლა. არის ესეთი რამე,
რა არის ისი რაც ერთ-ერთი მიღებულია ის მეორეში შეიძლება მეუღებელი იყოს აი არის მაგალითად რუსული ცეკვა რა წყვილთა ცეკვა საწმხელო ცეკვა ჩვენ და სხვანაირ ის არის დამოკიდებულება ქალი და მამაკაცის დამოკიდებულება არ უნდა დაიკარგოს აი ქალი და მამაკაცის დამოკიდებულება მაგალითად რუსულ ცეკვაში ძალიან მომწონს აი ქალი ცეკვავს ესე ცეკვა კაცი მისდევს და აგერ ცხიწვით ჰოპ ამას უკეთებს ის არა მიღებულია იმათვის იგივეა თქვათ ეს იმაში თქვათ ესპანურ ცეკვაში არის ცეკვა მიდის გესმის ძალიან გრაციოზულია ერთადერთი ერია რომელიც თავის ხელს თვითონ აძლევს რითმს გესმის და არის ქალის და მამაკაცის ურთიერთ დამოკიდებულება მაგრამ აქ უკვე ტრეფიალი გადადის ცოტა სხვა რამეზე ქალი იღებს გასვე კაბას და უფრიალებს ამ ბაყვებს წინ ვინ დაარღვია ახლა ეს სტანდარტები ვინ ამოაცალა ქართულ ცეკვას სული სტერეო ქორეოგრაფებმა ვინ არის გაჩნდა სტერეო ახლა ბარები ძალიან ბევრია გესმის და თქვათ ახლა არა ესე ზეპირად მე ვერ ვიტყვი მაგრამ არის ესეთი რამე რომ იცით ის ეროვნული სული არ უნდა ამოაცალო ეხლა ამოაცალეს ქართულ ცეკვას ეროვნული სული ბევრმა ამოაცალა ესე კონკრეტულად რომ მიადგები არა კონკრეტულად რომ მიადგები კი ბატონო ვიმსჯელოთ ვინ არის ეს ამის დამნაშავე და ვინ არის რა ეს სხვა ამბავია სუხიშვილება თანამედროვე ცეკვებით ამოაცალეს ქართულ ცეკვას სული თანამედროვე ცეკვაში ის არ არის გადმოცემული რაც ჩვენ ერთს ახასიათებს რა არ მოსწონს ომარ მხეიძეს ახლა სუხიშვილების აი ეს მრავალფეროვნება აღარ არის ეს მრავალფეროვნება იცი რა საკუთრება არ არის ქართული ცეკვა არ არის აი ხა არის ვინმე ისაკუთრებს ახლა ამ ქართულ ცეკვას ჯუთაზე მე ვამტკიცებ რომ ჯუთა და ზეკარი ეს არის პატარა ელიკოს და პატარა შვილიშვილი ნინოსი საკუთრება კი ბატონო დანარჩენი კარგია თუ ცუდია ეგ სხვა საკითხია ეს მაგათია ხალხ ეს ახალგაზრდობამ რატომღაც აიტაცა ესა მოწონთ ეხლა მე ვერა უგზელო კარგია თუ ცუდია ეს სხვა საკითხია თქვენ ბრძანეთ ბატონო მაგრამ მინდა კითხოთ თქვენ არ მოგწონთ ჯუთა და ზეკარი იცი რაშია საქმე აი ტალანტზე რო ჩამოვარდა ლაპარაკი ტალანტი როცა გადმოდის საცეკვავოდ ის ჯერ ცეკვავს და მე ასრულებს ან ეხლა როგორ არის შესრულება აქვს ძალიან ძლიერი ტექნიკური შესრულება მაგრამ ცეკვით არ ვერ ცეკვავენ ჩხუბობენ არის ბეჭვართი აქ არის სილაღა უნდა იყოს ხელგაშლილი უნდა გიხაროდეს უნდა გავეცი რა აფეთქება უნდა მოხდეს ორგანიზმის აფეთქება და ის ნაპერწკალი და აფეთქება გადადის მაყურებელზე და ის მოწონს. სუხიშვილები ცეკვებს ისაკუთრებენ, როდესაც ისინი ამბობენ, ეს არის სუხიშვილების ბრენდი, ეს არის ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის შექმნილი, ეს ასე არ არის? არა, მოგონილი არა, მოგონილი დედაღმერთო კი მომყალი, ეს რომ მოგონილი ყოფილიყო და მოგონილი ყოფილიყო 45 წელში, მაშინ ერის შეურაცხყოფა ესა. რას ლაპარაკობ, როგორ გაგადა? აი მაგაზე იტყვის, აი რეზო ბძანე ბატონო, აგერ აქ ამას. ბატონობას ქართულ ცეკვას ამოაცალეს ქართული სული, თქვა ბატონმა უმარმა, ეთანხმებით ამ მოსაზრებაში. დიახ. რატომ რა არის ამისი მიზეზი? რა არ მოგწონთ თქვენ? იმიტომ რომ ხალი და კაცი განსხვავებული არ არის მაგ ცეკვებში. ხალი უფრო აქტიურია ვიდრე მამაკაცი იმ თირულ ცეკვებში. ეს არ ყოფილა. მე ერთხელ რუსთავის სახელმწიფო ანსამბლში როდესაც მე მინდა ბოდის გიხდით რომ გაწყვეტინებთ რუსთავის სახელმწიფო ანსამბლის თავარი ქორეოგრაფი უნდა ყოფილიყო დღეს ჩვენთან ერთად სტუდიაში, თუმცა გადაცემის ჩაწერის წინ აღმოვაჩინეთ რომ ბატონი ფრიდონ სულაბერიძე გადაცემაში არ მოვიდა სტუმრად, ამიტომაც მისი სკამი დღეს ჩვენ სტუდიაში თავისუფალი ეს უნდა გვეთქვა, იმიტომ რომ ბუნებრივია მაყურებელს დაიბადება კითხვა, რატომ არის თავისუფალი სკამი. დიახ, ისმენთ ბატონობას, ბოდის გიხდით რომ გაწყვეტინებთ. საძირკველი, რომელიც მოგვიტანა ჩვენმა წინაპრებმა და მასზე უნდა აშენდეს მყარის სახლი და არა ისეთი, რომელიც მერყეობდა დაინგრევა. ქართულ ცეკვას ამოაცალეს ქართული სული. თქვენ მე არ მიპასუხეთ კონკრეტულად რა იგულისხმება სულის ამოცვლა. ის რომ ბოტასებით ცეკვა არ გამიგია მე ქართული ცეკვის ჯერ პირველად ნახეთ იმითი ჯინსებით. თუმცა ისინი ცდილობენ რომ შემოიტანონ თანამედროვე ელემენტები. ეს თქვენთვის მიუღებელია? მიუღებელია ნამდვილად იმიტომ რომ ეს დაანგრევს ქორეოგრაფიას ნამდვილად. ანუ სუხიშვილები ახლა ქორეოგრაფიას ანგრევენ? ძველი პროგრამით არა, ახალი პროგრამით კი. და ესე მგონია არათუ მე მაგ გაზეთი რატომღაც დღეს არ წამოვიღე სადაც მოსკოვში სახალხო არტისტი ერთ-ერთი ქალბატონი განცვიფრებული წერს ის მაგრამ თუ დაგუჭირდა წერს მე ის არ გავა რეკლამე იმიტომ რომ არ მჭირდებოდა რაღაცა იცით ისე მიყვარს ეს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი რომ რაღაცა ნაკლი რომ ნახო იმას კი არ ვავცელებ
ვინახავ და ვცდილობ რომ ხელმძღვანელობს როგორც მამაშვილად მიუთითო მათ წინს მითითება მაგრამ გონიათ რომ რა ეთქვი ერთხელ დარიგებას ერთხელ პასუხის გავიგე მე პატარა ილუშა სუხიშვილის ეს ჩემი ანსამბლია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ ეს არ უნდა ეთქვა მას რატომ არ უნდა ეთქვა ახლა ის ხელმძღვანელობს ამას ეს არის საქართველოს სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი საკუთრება არავის არ აგერეთ როგორ გეკეთებათ ხალხის არის ერის ანსამბლია ჩემი ანსამბლი რას ნიშნავს ვერ გავიგე მე მხოლოდ ეს ვწრის და მე ისინი შტაბილება ხდება რომ მაგას აქვს ამ თანამედროვე ცეკვებში ქორეოგრაფი არ აქვს და ჩემი აზრია აბა ვინ არის ილიკო სუხიშვილი მე არ ვიცი თქვენ მას არ აღიარებთ როგორც ქორეოგრაფს მე არა რატომ იმიტომ არ წავს მისი ქორეოგრაფიის მე მწავს იმ ქორეოგრაფების ვინც დადგეს ადრე ცეკვები იქ ის ძველი პროგრამა რომელიც ახლა აღადგინეს ანუ თქვენი აზრით თანამედროვე ქართული ცეკვები რომელსაც ზგამენ სუხიშვილები მას არანაირი ღირებულება არ გააჩნია იცით რა არის აი როგორც ბატონმა ომარი თქვა არის ტექნიკურად შესრულებული მოცეკვების მიერ ნამდვილად ძლიერად მაგრამ კომპოზიცია მუსიკალური გაფორმება სადაც აბსოლუტურად ქართული სიმღერა არის ქართული სული არ არის ჩეჩნური ყაბარდო-ბალკანური ლეკური ოსური არეული და არეული ეს არ არის ცეკვა გადაცვალე ცეკვა იცით რა არის ეს მე კი არ მისვია ჭოხლელიძეს ეს თქვა ავთანდილ თათარაძემ მოსწავლე დავით ჯავლიშვილისა ცეკვა არის შინაგანი გზნობების გამოხატვა მუსიკის თანხლებით როდესაც ქართულ ცეკვას ჩვენ არაქართულ მუსიკებზე ვასრულებთ ეს ნიშნავს რომ მეზობელები გვეტყვიან თქვენ ჩვენგან მოიპარეთ ეს ცეკვა სუხიშვილები იპარავენ მუსიკა არის არაქართული გადაცვალე ჩვენ განათლების სამინისტროში დაგვიბარეს აი სკოლებში რომ ცეკვის გაკვეთილები ჩაიტარებინათ მაშინ თქვა პატარა ნინომ რომ ქართული მუსიკაო ძალიან ღარიბიაო და გამიკვირდა რა მეთქი ქართული მუსიკა თუ ღარიბია ამდენი კუთხების პატრონი ამდენი მრავალფეროვნების მრავალხმოვანების ქართველებს იმდენი მუსიკა ვაგედაცვალე რომ სხვებს ვასეცხებდა რატომ რა ვიცეო მე თქვენ არ შეეპასუხეთ მაშინ ნინო სუხიშვილს არა არ იყო დრო სამაგისო რატომ რა ვიცეო მე უცხოურ მუსიკაზე როცა აგეთილუს მახატელაშვილი თელი ეს ფშავი თელი თუშეთი თელი აჭარა თელი სვანეთი თელი გურია როგორ გადაება გადაცვალე სიმღერა და მუსიკა ბატონო თქვენ საუბრობდით უბრალოდ აღარ დაასრულეთ რუსის სახალხო არტისტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას გაზეთში რას წერდა ის წერდა რომ პირველი გაყოფილება ვნახეო სუხიშვილებზე საუბრობთ დიახ პირველი გაყოფილება ვნახეო გადავირიეო და გამახსენდაო ქალბატონი ნინოო და ილიკო სუხიშვილიო გამახსენდაო მეორე გაყოფილებაშიო გავცვიფთიო რა უნდა ამ შვილიშვილებსო პატარა ბავშვებსო კულისიდან კულისამდე დარბიანო მირბიან მორბიანო ეს წერია от кулисы до кулисы бегают и ансамбль конце превратилась агит бригадой это წერია народная артистка СССР სუხიშვილები გადაიქცეს სააგიტაციო ბრიგადად ბატონ თენგის თქვენთან მინდა გადმოვიდე კითხვით ეთანხმებით ამ მოსაზრებას თვითონ ქალბატონი ნინო რამიშვილი ეს უჭკვიანესი ადამიანი და პატრიოტი ქართველის ამბობდა რომ ცეკვა არ არის მუზეუმი ის არის ცოცხალი ორგანიზმი და ის ვითარდება რა თქმა უნდა ყველა ვეთანხმებით უნდა განვითარდეს მაგრამ როგორ უნდა განვითარდეს და საით წავიდეს ეს მეორე მხარეა ეხლა აქ არის დავა იმაზე რომ ეს გათანამედროვებული მე ვამბობ რომ ეს არის შოუ პროგრამა ეხლა ჩვენ ვერ დავუშვით ვერავის რომ ბოტასებით იცეკვოს და ქართული ილეთები ჩართოს იქ მაგრამ ეს არის შოუ პროგრამა შეიძლება გაკეთდეს ქართული ილეთების ხარჯზე იმიტომ რომ ამოუწურავია ქართული ილეთები და მოერგება მოეწონო შეიძლება ეს დღევანდელა ბიზნესისთვის კარგი იყოს მაგრამ ეს არ იქნება ქართული ხალხური ცეკვა აი ამაშია საქმე ბატონმა რეზომ თქვა რომ ის არ აღიარებს ილიკო სუხიშვილს როგორც ქორეოგრაფს არ შეიძლება ქალისა და მამაკაცის გათანაბრება არ შეიძლება ქართულ ცეკვაში დაიმკვიდროს საკითხმა გენდერული თანასწორობა არ შეიძლება ქართულ ცეკვაში და ქართულ ფოლკლორში მოხდეს გენდერული თანასწორობა ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჯემალთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით ქართულ ცეკვას ამოაცალეს ქართული სული ის რასაც ახლა თუნდაც საქართველოს ნაციონალური ანსამბლი ცეკვავს ეს თანამედროვე ცეკვები ეს არ არის ქართული ეთანხმებით ამ მოსაზრებას ბატონ ჯემალ სამწუხაროდ კი
რატომ? თანამედროვე ვარიაციები თავის დროზე ხომ ელისიონმა შემოიტანა. გეტყვით ახლა მოგახსენოთ ეს ზუსტად მაღაზე გაგცემთ პასუხს. აქ ითქვა რომ განვითარდეს უნდა ცეკვა, სიმღერა, ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ვითარდება და საუკუნეს ხარკი უნდა გადავუხადოთ, ეს ამაზე არ არის ლაპარაკი. საუკუნე რაღაცას ითხოვს, მაგრამ ტემპიც აჩქარდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ სულიერება ესე იგი ბეძზე კიდია რა. როცა აი ამ შემთხვევაში როცა მუსიკაში, ქართულ მუსიკაში რაღაც ელემენტები შევაუწყო. ელემენტებს ლაპარაკობ და არა შეცვლას. და მე ვთანხმები რომ მარტო ეს ცეკვის ანსამბლი კი არა. ძალიან ბევრი ცვლის ამ მუსიკას და რო ვკითხე ერთ ორს, რატომ მეთქი აღარ მახსოვს ახლა ის სახელებიც არის და გვარებიც იმათი. ეს უფრო უხდებაო. როგორ შეიძლება მითხარით? როგორ შეიძლება უხდებოდეს უფრო? არ ნათქვამი ასეთ სიტყვა. ზღვა კოვზით დაილიაო. ეს კოვზით კი არა. დიდი ქოთნებით ამოგვაგდა, ესე იგი ძალიან ჩქარა გაგვიქრება თვალსა და ხელსვა, მე ვამბობ როგორც მუსიკოსი ამას. დიახ. თუ აგრონომებს არ ეწყინება, ახლა მუსიკოსი ვარ. იმ მოძრაობა ყველაფერი დამოკიდებულია ძალიან საგებია. არა, აგრონომია საძოვრები. მოძრაობა დროხები ვარდო. ეს არ შეიძლება იყოს. უცხო ელემენტი შეტანილი მუსიკაში და მოძრაობა გამოგივიდეს ხარი არა ერთადერთი ახალ შეუხებდა ქართული კნიაზური რა მაგაზე სუხიშვილების საბოლოო პუნქტი ახლა მოგწონთ მე აქ მოვიდი დაედოს ბასი როგორც და მაგრამ ხო მე მაგ დიდი პრეტენზია ოჯახაშენებულო ადესა ჩამოვიდანე რა ქვიან ხაშფში დავრგე და ადესა კი არ იყო საფერავი გახდა. არც ის იყო და არც ის. ყველაზე საუკეთესო რაც აქვს, სურნელი. ადესის აღარ აქვს. არც საფერავია. ანუ სუხიშვილებმა დაკარგეს სურვენელი და მთავარი ხიბლი რა თქმა უნდა იკარგება ეს ხო ახლა მაგათ შევშტებით მარტო თუმცა მაგაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული მაგრამ აგერა ხო გადავ რა ხალხი ზეკვოდა და რა ანსამბლი იყო. ეხლაც შენიერი სოლისტები არიან კარგად მაგრამ ამას ყველაფერს თავმოყრა უნდა გენაცვალე და ვერაფრით ვერ მოუყრი თავს. ვერაფრით ვერ მოუყრი თავს მუსიკა თუ არ არის თავის ადგილზე. ამ ანსამბლს ადანაშაულებენ რომ მათ ქართულ ცეკვას ამოაცალეს სულიდან თანამედროვე ვარიაციები დაკარგეს ის ყველაფერი რაც საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა გენიალურად. მოდი ახლა დავპატიჟოთ სუხიშვილების მოცეკვავების სტუდიაში და თავად ვკითხოთ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თემურ გიორგაძე და თეა დარჩია სტუდიაში. თქვენ გქონდათ საშუალება მოგესმინათ გადაცემის პირველი ნაწილისათვის, სადაც ადამიანებს, სამსაქმის პროფესიონალებს გააჩინათ გარკვეული შენიშვნები სუხიშვილებთან დაკავშირებით. პირველი ფრაზა, როდესაც საუბრობენ სუხიშვილებზე, ყოველთვის გაიგებ, რომ მათ ამოაცალეს ქართულ ცეკვას სული. რეალურად რატომ ჩდება თქვენს მიმართ მსგავსი პრეტენზიები? თაობებს შორის ყოველთვის იყო და არის და იქნება კამათი და გემოვნებაზეც არ კამათობენ, თუმცა გემოვნება ხდება კამათის მიზეზი ადამიანებს შორის. მაგრამ კამათის და არა ლანძღვაგინების. ხვდებით თქვენ ახლა გლანძღავთ რა? მე ამას ვიღებ ჩემი დირექციის ლანძღვად. რახან იძახიან, რომ სული ამოათხრიშეს პირიდან ქართულ ცეკვას. იცით რა არის, რომ არა ცვლილება და წინსვლა, თქვენ ამას წინსვლას ეძახით თუ არა არ ვიცი. მე 27 წელი ანსამბლში ვერ გავძლებდი ერთი ფარცის ცეკვით, იცით? ერთი-ორი სკეთებით დავიღლებოდი უბრალოდ ერთი და იგივე სკეთებით, უბრალოდ მომბეზრდებოდა. რაც არ უნდა კარგი იყოს. იცით რა არის, სანამ სალვადორ დალი გახდები, მანამდე ლეონარდო და ვინჩის კოპიოებს ხატავ, მხატვარი. ის კოპიო იყო, ის არის შენახული და შეფუთული ისე, ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ეს ბრენდი ისე შეფუთეს ქართული ნაციონალური ცეკვა, რომ უკვე საუკუნეა მუშაობს და თან ისე მუშაობს, რომ ეხლა უკრაინაში მეათეთ ჩადის ანსამბლი და თვენახევარი მუშაობენ 35 კონცერტი აქვს ჩასატარებელი 40 გრადუს ყინვაში 9000-იან დარბაზებს ავსებენ. გასაგებია თია, მაგრამ ხომ არ გამოდის ისე რომ რეალურად იმის გამო რომ ანსამბლი იყოს მოთხოვნადი, იკარგება ის ქართული ტრადიციები, რაზეც საუბრობენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რო რა, ხალი გააქტიურდა? დიახ.
რომ გენდერული ბალანსი გაიხედეთ ქუჩაში ხალხო. დღეს ცხოვრებაში რაც ხდება ის არის სცენაზე. ამას ილიკო სუხიშვილი კი არ იგონებს. ცეკვა უბრალოდ სარკე, სცენა არის ყოფიერების სარკე. ანსამბლი ქუჩა არ არის გენაცვალე. ანსამბლი ქუჩა არ არის საყვარელო, მაგრამ სცენა ხო არის სარკე დღევანდელი ცხოვრების. როგორც ხდება, ესე ხდება. და შორს ნუწავალთ, აგერ 60-იან წლებში გადაღებული ფილმი ავიღოთ შეხედრე მთაში. ხევსური ქალი როგორია? მე იმაზე ქალური არ ვარ ეხლა? როგორია ხევსური ქალი? კაცივით ლაპარაკობს ხენზე ზის, ისვრის ჯიბიდან და ჭკუაზე არ არის შეაშინა კაცი გადააგდო ხრამში. ეგეთია ქალი ქართველი. ჩვენ დაგვავიწყდა ისტორიულად, ჩვენ ეხლა გავკაცდით, კი, მაგრამ არანაირად. ისტორიულად მთელი ცხოვრება ცხენზე მოკიდებული, მით რა ქვია, აკუნებით იყვნენ ქალები, ცალი ხელით თოხნიდნენ, ცალი ხელით ბავშვს არწევდნენ, ცალი ხელით ცხენს აჭენებდნენ, რომ მთიდან მთაზე გადასულიყვნენ, რომ მტერს არ დაეწვა და მოეკლა ოჯახი. რა არის ამაში გასაკვირი თუ ამას სცენაზე გავაკეთებ? ყველა მაიაწყნეთელი არის გენაცვალე. მაიაწყნეთელი გადასარევი შედარება, არაჩვეულებრივი შედარება. ეს ნუ განაზოგადეთ რა ძალიან. ჩვენ ყველაზე არ ვლაპარაკობთ ხახნო. ჩვენ ვიძახით იმას, რომ ერთი ცეკვა ერთს გამოხატავს, მეორე ცეკვა მეორეს გამოხატავს. ოსურში ქალი როგორიც არის, თქვენს მოგეხსენებათ, ქართულში სამაიაში ასე შემდეგ, ხო? ნანილაში ახალი ცეკვა ავიღოთ, სვანური ნანილა, ფანტასტიკური, ულამაზეს მუსიკა. არ ვიცი, მე ერთი ვიცი, რომ ახალი თაობა მოტრიალდა ფოლკლორისკენ. ადრე თუ მარტო ფარდა რო იწეოდა შუშიანი სათვალეებიან ხალხს ხედავდი და ჭყვინავდა ყველაფერი. ეხლა ბავშვები ცეკვავენ, როცა ჩვენ ვცეკვავთ. კულისებში კი არა და ეკიბეები რო არის, ხო იცით? დასაცხდომი ადგილებს შორის მანძილები. ბავშვები ცეკვავდნენ, აგერ 2 კვირის წინ მქონდა კონცერტი სუხიშვილებში, 2 დღეში გაიყიდა ყველა ბილეთი აბსოლუტურად. ხალხი ფოთიდან და იქიდან ბათუმიდან ჩამოდიოდა და ფილარმონიის დირექცია შეხვდა, ნუ რა შვებით ამის თანასო ინგრა ყველაფერი ტელეფონები გვაქვს გათიშული აღარ შეგვილია. არა, ეგ ვიცით. ხო და ძალიან კარგი. მაყურებლის აზრია მთავარი. კარგი გენაცვალე, ჩვენ მაგას ვინდის, მაგას არავინ არ ეხება. პირიქით. აბა რა გინდათ ვერ მე იმ არ მე ხო მესვამ არნახული ტექნიკა არის განვითარებული. არნახულად დაფრინავენ თქვენ გოგოები და ბიჭები. რას ლაპარაკობ? აქ იყო ლაპარაკი, აქ იყო გენაცვალე, მოცადმეთონე. აქ იყო სხვა რამეზე იყო აქ ლაპარაკი. ღმერთო კი მომყალი, იქ გავიზარდე მე და მე რა ანსამბლის ცუდი მინდა მე. როგორ გაგადრება? მე არც მithქვია არაფერი ესეთი. და მიდით ილიკო სუხიშვილთან და ნინო სუხიშვილთან და როგორც ეხლა საუბრობთ, ისე დაელაპარაკეთ, იქნება ხალხი. გასაგებია, ეს ადამიანები ამობდნენ თერო, რამდენჯერმე სადეს როდესაც ეთქვა თავისი მოსაზრება, თუმცა ისინი ძალიან მტკივნეულად იღებენ ამ შენიშვნებს, რის გამოც რეალურად ვინ იღებს მტკივნეულად ილიკოს და ნინოს, როდესაც ოღონდ უთხარი, ოღონდ შენიშვნა მიეცით. კულისებში ამოდიან და ყველა აქებს დაადიდებს იმათ და ზურგს უკან მიდის სხვა ლაპარაკი. გასაგებია, მაგრამ წეგან ბატონი რეზო საუბრობდა, რომ ილიკო მას პირდაპირ უთხრა, მე ეს არის ჩემი ანსამბლი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ილიკო სუხიშვილმა უთხრა ესეთი რამე. ბატონი რეზო საუბრობდა. ტელევიზიით თქვა. ჩემი ანსამბლია, დიახ, მისი ანსამბლია. მისი შექმნილი, მისი ბებიასი და ბაბუასი, მისი მამიკოსი, მისი ანსამბლი. საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. სახელმწიფო იცით რა არის? საკუთრება არ არის ჯერ. ვიცი სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფოს ანსამბლი. ხო და ეს არის სახელმწიფოს ბრენდი, რომელიც მუშაობს, იმუშავებს და კიდე 100 წელი იმუშაობს და მადლობა უყურებს. კი ბატონო. ხალხს რო არ მოსწონდეს, არ კონცერტზე მოვიდოდნენ. არავინ არ ეცილება. არ შეიყვარებდა არავინ არ ეცილება ღმერთმა მოახეროს. შუდობაში მოახმაროთ. ჩვენ რამოდენიმე პროგრამა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ეს მემორიალური პროგრამა, გვაქვს სინთეზური და გვაქვს სულ ახალი და ეხლა რო ჩამოვლენ რადიკალურად ახალ პროგრამას აკეთებს ილიკო სუხიშვილი. სიმფონიურ ორკესტრი. აი ის იქნება მართლა სასწაული. რაც არასოდეს სიმფონიური ორკესტრი, შვილო, გასაგებია ყველაფერი. შვილო კი არა, ბოდიში დიდი ხანი. მე მაგალითად თქვენი ცეკვა ძალიან კარგად მოწონს, მაგრამ რამდენი სიმფონიური ორკესტრი ლაპარაკობთ? სიმფონიური ორკესტრი სხვა რამეა. და ჩვენ ვაბობ ქართულ ხალხურ სიმღერაზე და ცეკვაზე და ვაბობ. ჩვენ სიმღერა არ გვაქვს, ჩვენ მარტო მუსიკა. აი სიმღერა რო არ გაქვთ, ეს ნუ კი ამაყობთ ამით. უკეთესი იქნებოდა რომ იცით რა არის, ყველა ერთნაირი ანსამბლი ხო არ იქნება. თქვენ მუსიკა რო იცით, მე არ გეუნდები თქვა. ამირა თქვა და პოლემიკაში შევიდე ხო. არა, გენაცვალე, მე სხვა რამეს ლაპარაკობ. მე ვეუბნებოდი ცხონებულ თერგის და ამათაც ვეთყვი და ამათაც მეთქვი. უნდა უთხრათ ხალხი, თქვენი აზრი გაუზიაროთ თუ ესეა. სიყვარული ესეთი ვიციმე. თქვა გვასწავლოდა. არა, გენაცვალე ეგრე. არანაირად. არ შეიძლება შვილო, ეს არ შეიძლება. მე ჩემ დირექციას და ჩემ ეხლა თქვენ გვაღიზიანებთ ჩვენ. მე ბავშვებზე რო იძახეთ, ამ ბავშვებს ზატო უფუჭებთ გემოვნებას. მაშინ მე ასე ვთხოვს საკითხს. ჩვენ თუ არ იქნება ასე ვფიქრობთ, არა, ის იქნება ასე ვფიქრობ მე.
მაგრამ რატომაც სულაც არ მიდოდა ამის თქმა, რატომაც თქვენ, რატო უჩვენოთ ბავშვებს ხალხს? რატო არ გინდოდა თქმა? რისი თქმაც გინდათ, ის უნდა თქვა. ბატონო, თქვენ ფიქრობთ, რომ დისკრიმინაცია ხდება რა, რას გულისხმობთ გემოვნების გაფუჭებაში? გემოვნებას? ჩვენ როცა არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია და ისე ამაზე პრეტენზია გვაქვს, არა? რა თქმა უნდა უჩვენოთ. მე გეუბნებით თქვენ ერთ რაღაცას, რატო უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი, არ ვიცი. თეა, საუბარი იყო, რომ რეალურად სუხიშვილებთან გადმოიტანეს ძალიან ბევრი უცხოური მუსიკალური ელემენტი. რითაც შეიცვალა რიტმი. ბატონო, ეს საუბრობდა სტუდიაში, რომ იგივე ჩეჩნური ელემენტი. ატყუილია გადაცვალება. მთელი ზეკარი, მთელი ჯუთ არის დატვირთული ჩეჩნური, ყაბარდო-ბალკანური, ოსური, ლეკური მუსიკებით, პლუს ქართული. ვერ გაიგებ არეულ დაღებული. ბატონო რევას, მთელი ცდილობთ კავკასია რო ქართულს ცეკვავს იმას როგორ შევხედავთ. ბატონო? კაბარდინები ცეკვავენ ყაზბეგურს და არც იციან რა დანიშნულება აქვს. უბრალოდ ცეკვავენ. ჩვენ რატო ცეკვავთ ჯეირანს? აზერბაიჯანელები ცეკვავენ დავლოს. ქალაქურია. ხალხური ჩვენა ვართ დამნაშავეები მაგას. არა, აი ამაზე რატო არ არის ესეთი პრობლემა? ხო შეიძლება. იყო ადრე. დონორი არის ხო საქართველოს ქართულ ცეკვაში. ესეთი ძალისხმევა ჩვენ აქ საუბრობთ. ხარ. ძალიან ცუდი გავაკეთეთ ეს. ბატონო ჯემორ, საუბრობთ აქ ერთმანეთს რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკა კარგია, ერთმანეთს შენიშვნებს ვაძლევთ. ესე იზრდება ადამიანები, ესე იზრდებიან ქორეოგრაფები და კრიტიკა არის აუცილებელი. შურო, არ შეიძლება რომ აი ზეკარი ის ჯუთა ეს ცეკვები მიდიოდეს სულ ქართულ მუსიკებში. არ შეიძლება? ბატონო რევას. გააკეთეთ, დაწერეთ თქვენ და ვიცეკვებთ. ბატონო რევას. ბატონო? რატო არ წერთ ქართულ მუსიკას? გადავწერო, შურო, იმდენია პირუს მახატარაშვილს და იმდენია საქართველოში მუსიკა დაწერილი, რომ იმას ვერ ვიყენებთ. გადაწერა უნდა იმას. ქართული ფოლკლორის მუსიკა არ იწერება უკვე ეს იყო ეს იქნება ახლა ესე არ შეიძლება. მე მთელი ცხოვრება ის მახსოვს, რომ ნინო რამიშვილი ძახდა გამიკეთეთ მუსიკა. მუსიკა არა მაგ დავიტანჯე მუსიკის გარეშე. ცეკვის კეთება უნდა და ქალს და ხელფეხ შეკრული იყო, იმიტომ რომ ეს დოლგარმონი გაუთავებელი ჭყიპინი აღარ შეეძლო. ილიკო სუხიშვილმა ის გააკეთა, რომ ქართული საცეკვაო მუსიკა გახადა მოსასმენი, გახიტებულია. ყველა რადიო, ტელევიზია, კლიპები, ყველაფერი უკვე ამ მუსიკის ხეა გენერალური გეთანხმები, რომ აი ჩვენ დროსაც ეს მუსიკა აღარ აქ მოყოფილებდა იმას. ეს ცნობილია, თქვენ ნათქვამი არა, ნინო რამიშვილიც ამბობდა და აი მთელ იმას ცეკვის იმას, აი პროგრამას, რომელმაც მართლა მოიარა მთელი მსოფლიო და განაცვიფრა თეატრებში, ეს მუსიკა იყო ძალიან ჩავარდნილი. ჩვენც გვაწუხებდა მოცეკვავებს. მე გეთანხმები, რომ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ნინოს, ნიანოს და უნდა ილუშკას უნდა ველაპარაკოთ. კარგი იქნებოდა აქ რო ყოფილიყო. სამწუხაროდ ისინი გასტროლებს ვინმე იმას ჩათვლის, რომ ჩვენ რაღაცა ქორეოგრაფთა კავშირი ხო არსებობს. სხვა იმით ვართ რაღაცა ჩვენ ბატონო რევაზი იმყოფება ჩვენ. შეიძლება არ დამეთანხმო, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს, ომარის თავში და ჩვენ რაღაცა ვტკივაროთ. შეიძლება ეს რომ ხო და მე აი ბავშვებზე იყო. ეს არის მისაბაძე ანსამბლი და ყოველთვის დარჩება პირველ ანსამბლად ეს ჩვენ ეს არის აქსიომა. დამტკიცა სუხიშვილების ანსამბლი. ეს ახალი პროგრამა ცეკვები რო შემოდის, ახალი მიმდინარეობა. ამას ბაძავენ ბავშვები, იმიტომ რომ მისაბაძე ანსამბლია. მისაბაძე ბაძავენ ცუდად, ხო დამეთანხმებენ. ისე ვერი ცეკვები როგორც თქვენ ეს ბავშვები. ამახინჯებენ. ეს იმ ქორეოგრაფების პრობლემა არის. ჩაცმულობას ყველა მედოლე და მეგარმონე ქორეოგრაფი გახდა. ხრივალი მოცეკვავე ხარ, დიდებული მოცეკვავე ხარ, დიდან საბში ცეკვავ ხარ. მაგაზე როგორ შეიძლება რეზო ჭანიშვილმა კი არა, სოფლიო მაგიარა ეს, ჩვეულებრივი ამბავია. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არ შეიძლება, იცით, როდესაც ისე დეტალებზე ვლაპარაკოთ, მაგალითად თქვენ რომ ბრძანეთ, ჯეირანი, ეს არის ქართული ქალაქური ფოლკლორი. გასაგებია, რომ ფოლკლორი საქართველოს ქალაქური საქართველოს გააჩნია და არავის სოფლიოში არავის ალბათ ბატონი ჯემალი დამეთანხმება და ბატონი რეზო და ჩემი მეგობრები არ გააჩნიან ოდარ ბატონო არც ერთ ქვეყანას სოფლიოში ქალაქური ფოლკლორი გაგვაჩნია ჩვენ მაგრამ ჯეირანი ამ შემთხვევაში რომელიც დიდმა დედოფალმა ქალბატონმა ნინო რამიშვილმა შეასრულა ამ ცეკვაზე პრეტენზია დღეს ჯეირანზე ჩვენ მეზობლებს, ჩვენ მეგობრებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს. ეგრევე ფისკაოსანზეც აქვს პრეტენზია. არ არის ეს გასაკვირი. თქვენ ხო შეგაწყვეტილი. გაცრავად მაპატიეთ. იმათ აქვს დღეს დავა და ვერ გაურკვევიათ. ბატონო ჯემალი, ვისია ეს სომხების თუ აზერბაიჯანელებს. ნუ ეხლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ამიტომ ვინაიდან დროის ფონდი ლიმიტირებულია, მე აქ გავჩერდები.
ეს არის ცეკვა ჯუთა სუხიშვილების ქორეოგრაფიით და კოსტიუმებით, თუმცა სხვა ანსამბლის შესრულებით. კონცერტის კადრები დუბაიშია გადაღებული. ნაციონალური ბალეტი ანსამბლ რუსთავს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ნინო სუხიშვილი განმარტავს, რომ სუხიშვილების ცეკვა ანსამბლმა რუსთავმა ისე შეასრულა, როგორც საკუთარი. ანსამბლი რუსთავი დუბაიში გასტროლის დროს რაღაც ნომრად აქვს მთიულის მსგავსი ცეკვა, რომელსაც ახურავს თავს და ჩვენ რო ჯუთაში ვახურავთ სური კუდი და ჯუთის მუსიკაც არის გამოყენებული და კაბა წითელია, ეხლა ზუსტად იდენტურად არ არის გადაღებული, მაგრამ აშკარად არის აი მიმბაძველობა და გამიკვირდა, იმიტომ რომ ბოლო წლებში ძირითადად ბატონი ფრიდონ სულაბერიდისგან კრიტიკის მეტი არაფერი არ გამიგია ამ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს კი ჯუთა სუხიშვილების შესრულებით. ჯუთა სუხიშვილების ახალი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ცეკვაა, რომელიც რამდენიმე წელია ნაციონალური ბალეტის საფირმო ნიშანია. ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი ბრალდებებს უარყოფს. ფრიდონ სულაბერიძე აცხადებს, რომ მის ანსამბლს არც ჯუთა უცეკვია და არც დუბაიში კონცერტი ქონია. დუბაიში კონცერტი ჩვენ ანსამბლს არ ქონია. იკითხარის გარკვევით და სუხიშვილები თუ გვიჩვიან, გვიჩვენონ სასამართლოში. რუსთავს აში ჭირდება სუხიშვილის ანსამბლის ცეკვა. ჩვენ პროგრამაში არაფერი მაგის გავსი არ აქვს. არაფერი ჯუთას გავსი ჩვენ არაფერი არ აქვს. რა ფორმა, რიც ფორმა, მაგ ფორმას ჩვენ არ ჩავიცმეთ, ძალიან შეგვეხოცოს უყოლა. ძველი ეგ ჯუთა დასანახავად ვერ ვიტარე, რა კოსტუმი, რის კოსტუმი. ჯუთას კოსტიუმებს ქალებს მწყემსის ქუჩი და ხის ტილეთებით 10 წელია აკრიტიკებს ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი. ფრიდონ სულაბერიძე არაერთ გაზეთში და სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ სუხიშვილების ახალი პროგრამა არ მოსწონს. არც ერთი ჟურნალი, არც ერთი გაზეთი ბატონ ფრიდონ სულაბერიძე მის რამოდენიმე მეგობარს, რომლებიც დაიბადენ და გაიზარდნენ ანსამბლ სუხიშვილებში და დღეს ისინი თუ რამეს წარმოადგენენ, მაპატიონ კი ძალიან კაი მოცეკვავეები არიან და ბატონ ფრიდონი ძალიან კაი მოცეკვავეა, მაგრამ ეს არის დიდი ნინოსი და დიდი ილიკოს დამსახურება. როდესაც პატარა ილიკო სუხიშვილმა შექმნა ეს ახალი პროგრამა რა ჯუთა ზეკაც, თქვენ არიცით როგორ ლანძღვამ და ღრიად მოსპეს ქართული ცეკვა ამ დაძმამ, გოგოებს დაუმოკლეს ქართული კაბები, თავზე დაახურეს რაღაცა ქუდები და დღეს თვითონ აკეთებენ ამას. ორი ტიტულოვანი სახელმწიფო ანსამბლის სუხიშვილების და რუსთავის დაპირისპირება კი შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს. მე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრად უნდა ყოფილიყო ბატონი ფრიდონ სულაბერიძე. გადაცემის ჩაწერის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჩვენ შევუთანხმდით მას და მან იცოდა რომ მოდიოდა სტუდიაში, თუმცა ეთერის დაწყების წინ მან სტუდიაში მოსვლა გადაიფიქრა და მობილური ტელეფონი გამორთო. ჩვენ გვინდოდა რომ ამ სტუდიაში ყოფილიყო ბატონი ფრიდონი, თუმცა სამწუხაროა რომ მისი პოზიცია მხოლოდ სატელეფონო კომენტარით იყო დაფიქსირებული. ეს ყველაფერი სირცხვილია, თქვა ბატონმა ომარ მხეიძემ, როდესაც გადიოდა რეპორტაჟი ეთერში. რატომ არის სირცხვილი ბატონო? რატო არის სირცხვილი და ეს შეიძლება ჩვენ ვენახა ეს ერთის და მეორეს და გაგვერჩია ეს საკითხი და ეს მე მაგალითად ძალიან მწვენია და უხერხულ მდგომარეობაში ვარდები გესმის. ღმერთო კი მომკალე, ჩვენ ერთი მეორეს უნდა არ უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ უნდა მე მაგალითად ახლა წეგან თქვა და შეგვანამ თქვა, ვიცით როგორი მოცეკვა, ვიცი ყველაფერი, მაგრამ მე იცი რომ თავობას ვეკუთვნი. ვაგონში ვცხოვრობდი. ვაგონში და კონცერტის შემდეგ რო გამოდიოთ ლოლოები მოკიდა, აი აქ ლოლოები ვინ დაგახვედრებდა, ანუ ავტობუსს ან იმას მივდიოდი და ვეძებდი ჩვენ ვაგონს და ვაგონს ერქვა კეთო და კეთოს დაატრევდნენ. სუხიშვილები უკრაინაში ყოველდღე ანშლაგებით 40 გრადუს ყინვაში. მოიცა შვილე, მოიცა მაგას ნუ იზავდა. არ შევადრი მაგ. მოიცადე რა ხა. ჩვენ მოიცადე გენაცვალო ჩემი თავი. ეხლაც ისევე მუშაობენ, ისეთივე სულისკვეთები და ვინ ეძახის? ვინ ეძახის? როგორც თქვენ ბატონო. თქვენ საცხოვრობთ მე. მე სასტუმროში ცხოვრობთ. აი გუშინ მაგალითად ჩემ ქალიშვილს ველაპარაკე და კონცერტის მერე დედიკო ავტობუსში ვსხედო და მივდივართო ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, რომელიც არის იმხელა მასშტაბებია უკრაინაში მოგეხსენებათ 1 მეტრიან ყინულზე დადის 2 სართულიანი ავტობუსი. ამიტომ დღესაც გმირები არიან ისინი და მე მინდა რომ კი ბატონო, გმირები არიან ძალიან. მოიცადე, ეხლა თქვენ გადახედეთ, მე არ მინდა. მე ეს ანსამბლი არის ჩემი სახლი. დიახ. მე ჩემი სახლი, სადაც მე გავიზარდე 30 წელიწადი, არავინ არ ყოფილა იქა. ჩემ თვალწინ დაიდგა იქ ცეკვები, რო დაიდგა. და სად დაიდგა, იცი? პარკეტი იყო, პარკეტი და ვესტიბულში დაიდგა ის ცეკვები, რომელიც თელი სოფლიო დავამხედ. ხო და სირცხვილი ის არის, ბატონო ომარ, რომ დასანახავად ვერ ვიტან მაგ ჯუთას, რომ აჩუქო არ მინდა ეგ კოსტუმები. ესეთი დამოკიდებულებაა სირცხვილი, თორე სუხიშვილები კი არ უჩივიან რუსთავს. არა, უბრალოდ უკვიც და კითხვას სვავს, ნინო რა სუხიშვილი რომ
მაგრამ ამიხსენიო თუ არ მოხდეს რატო იპა ქორეოგრაფის მომენტი და კავშირის კონდა ამ თემაზე რეპლიკა ბატონებას მოусმინეთ ბატონო ომარ ბატონო ვიცი შენ რო იტყვი ვიცი აი იმას მე უპასუხ ვერ გამაზე რა გოგონას არა რაც უნახეთ ვიდეო მასალა ხო რაც უნახეთ ვიდეო მასალა ეხლა ორი გოგონა რომელიც ცეკვავდა დუბაიში იყო 6 მოცეკვავე აქედან იყო 4 ვაჟი 2 გოგონა რომელ ანსამბლს ეკუთვნიან ეგენი ერთი წუთით რა თქვენ შემოგევნე მიპასუხეთ რატო არ პასუხობთ ის 6 რვა იცეკვეს 6 რვა ამ ორმა გოგონამ საერთოდ აი ამ ჯგუფმა საერთო პროგრამაში 13 წუთი დაიკავეს რეზო ბატონო 13 წუთი ამ 13 წუთში იცეკვეს ქართული ხორუმი განდაგანა ყაზბეგური და ბოლოს აი ამით დამთავრდა ამ თიულურით სადაც ორმა გოგონამ დაიხურა ეს ჯინჯილებიანი პაპახი ცეკვავენ 600-ს ცეკვავენ 600-ს 6 რვა კარგად მოგეხსენებათ აქ ის ისეთი პროფესიონალების ხელთან 6 რვა არის 48 ტაქტი 48 ტაქტი წამზომზე რო გადაიყვან ომარ ბატონო კარგად მოგეხსენებათ არის 29-30 წამი გეკითხებით როგორ შეიძლება 30 წამში ადამიანმა მოიპარო ცეკვა აიღო ცეკვა სიუჟეტი ილეთთან ერთი პროგრამა ჩაცმულობა და ფრიდონმა მოიტანა კავშირში მოიტანა ესკიზები მე არ ვიყავ გავსეს მოიტანა ბატონი ფრიდონი იყო რომელმაც თქვა რომ კოჭი ხალს არ უნდა უჩანდეს და ფახა გასაგებია ბატონი ფრიდონი უარყოფს რომ ისინი არიან რუსთავის მოცეკვავები მან თქვა რომ საერთოდ არ ქონიათ ეგვიპტეში გასტროლები არა მაგრამ მე რას ვამბობ მოიტანა ეს ვიდეო მასალა ეხლა თუ ვინვის გადა ამაზე არ არის ლაპარაკი უბრალოდ უკვირთ რა ვიდეო მასალა მოიტანა შვილო მათქმევინე რა არის ვერ გავიგეთ თქვენი აზრი ეხლა მათქვევინე რაც უნახე მე გელაპარაკებით ფაქტები და თქვენ მელაპარაკებით ის რაც დაუშვათ ნუ თქვენი აზრია მე ფაქტებით გელაპარაკებით რომ მოიტანა ეს ვიდეო მასალები დაახლოებით 40-60 კაცი ესწრებოდა კავშირი რასაკეთებსო განხილვას 50-40 კაცი მოვიწვიეთ ბატონო თენგის რამეს თუ ვიტყვი არასწორს იმ წუთში ძალიან გქონდა შემაჩეროთ და აჩვენა დიდ ეკრანზე სხვათა შორის კავშირში დიდ ეკრანზე იქნა ეს ნაჩვენები მასალა ყველაფერი რაც აქ იქნა ნაჩვენები ყველაფერი ის რომ ჯუთა და ზეკარი არის დიდი ცეკვა და დიდი ანსამბლი ცეკვავს ამაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ ლაპარაკია იმაზე რომ ფრიდონ სულაბერიძეს ანსამბლ რუსთავს ამ შემთხვევაში არავითარი შეხების წერტილები ამ ჯუთასთან არავითარი გადატანა ეს არის ხო ჯუთადან აღებული ილეთები რაც იყო ეგვიპტეში ბატონობას ყველაფერი და აი ამ 50 და 60 კაცის აზრი იყო რომ ანსამბლი დიდია ანსამბლი ზღვა ანსამბლი ოკეანეა მაგრამ ეს არის ხო ჯუთადან აღებული ილეთები რაც ახლა ჩვენ ეკრანზე ვნახეთ არა გენაცვალე და ეს არის ხო ჯუთადან აღებული ილეთები ერთი წუთით უნდა მათქვევინოთ რა რამდენიმე წამს აგართვეთ კოსტუმი მოიტანა ესკიზები ბატონმა ფრიდონმა კავშირში და არავითარი იქ ისა ყაბალახი გაკეთებული და ის ორ ქუდზე კი ბატონო გეთანხმები ამ ქუდის შესახებ წეღან შესანიშნავად ისაუბრა და დააფიქსირა ეხლა მოусმინოთ თეას რამდენიმე სიტყვით თქვა ბატონ აი დავით ოკიტაშვილზე ისეთი ცინიზმით საუბარი რომ თითქოს ფრიდონ სულაბერიძე და მისი მეგობრები ვლანძღავთ ამას ლანძღვასა და კრიტიკას შორის ხო ძალიან დიდი განსხვავებაა და ჯერ ერთი როგორც ეხლა ვამბობ ეს არის უზარმაზარი ანსამბლი არა კომპეტენტურია ბატონ რეზო დავით ოკიტაშვილის შეფასება არა კომპეტენტური იყო ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბატონო დავით გეკითხები დავით ოკიტაშვილი ბატონი დავით ოკიტაშვილი დავით დადგამს სპექტაკლს გასაგებია მაგრამ მას შეუძლია რომ შეაფასოს დადგამს კინოს ხო და რატო გონია მას რომ ძალიან კარგად იცის ქართული ქორეოგრაფია და მერე ადამიანმა როილაპარაკო ფრიდონ სულაბერიძეზე ამ გენიოზე როილაპარაკო მისი ნახევარი თუ არა
მეათედი უნდა კონდეს გაკეთებული და მე რო ვთქვი მეათედიო ამ დროს რეზო ბატონო გივის სიხარულიზმში იმ წუთში შემომაწია გასაგებია ბატონებას თქვენ ფიქრობთ რომ დავით თოკიტაშვილი არის არაკომპეტენტური მისი შეფასებები არაკომპეტენტურია და მას არ შეუძლია ეს ყველაფერი შეუფასოს მოდი დავპატეჟოთ დავით თოკიტაშვილი სტუდიაში და გავარკვიოთ ეს ყველაფერი მისგან დავით თოკიტაშვილი სტუდიაში ქორეოგრაფების გაღიზიანება გამოიწვია გარკვეულწილად თქვენმა შეფასებამ, როდესაც ბატონ ფრიდონ სულაბერიძეზე საუბრობდით. რომ თქვენ ხართ არაკომპეტენტური, არის თქვენი კომპეტენციის ზღვარში, როგორც კულტურის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის კომპეტენციის ზღვარში, რომ შეაფასოს ორ ანსამბლს შორის არსებული დაპირისპირება. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, საპატივცემულო ადამიანების ზიან. იცით რა არის ლანძღვა და კრიტიკა შორის არის განსხვავება. ეს იყო ერთ-ერთ გაზეთში, როდესაც 24 საათი იწერებოდა, რომ მათ რაც აქ ილაპარაკეს, მე აღარ მინდა გავმეორდე და მე რა მომწონს და რა არ მომწონს, მე არავის არ შევეკითხებ. მე ვთქვი ის რაც მოსწონს ხალხს. აი აქ ზიან ახალგაზრდები და მე მათ მინდა ვთხოვ, რატო დადიან მაშინ ამ ანსამბლის კონცერტებზე, რატო არის ანშლაგი? იცი რატო რომ მაყურებელი და ქართველი ხალხი არის ბრძენი. გასაგებია მაგრამ ბატონო თქვენ ცინიკურად დაფასებთ მე არანაირ იცი რა რომელ ანსამბლშიც გაიზარდე რომელ ანსამბლმაც შექმნა შენ ვარსკვლავი რომელ ანსამბლშიც შენ გახდი ადამიანი დიდი ნინო რამიშვილი იძახდა თქვენ იყავით ადამიანები და ცეკვას მე გასწავლითო შეიძლება ეს ანსამბლი არ მოგწონდეს მაგრამ 24 საათი არ უნდა ლანძღავდე არ შეიძლება პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი ლანძღავენ თუ აკრიტიკებენ ლანძღავენ 24 საათი ლანძღავენ და იცით რა გემოვნებაზე არ და როდესაც 2000 კაცი ერთი წუთით რა როდესაც 2000 კაცი ზის ფილარმონიაში 10 დღის განმავლობაში და ბილეთს ვერ შეულო იმ ადამიანებს რატო აყენებს შეურაცხყოფა ვისაც მოსწონს ეს ვისაც არ მოსწონს ნუ წავა ამ კონცერტზე და ნუ გააღიზიანებენ თეამ მართალი თქვა დაჯდნენ და ილაპარაკოთ და ფრიდონ სულაბერიძე ეს სხვა მოვლენა მე მაგაზე ცალკე ვიტყვი და უხერხულია როდესაც ის არ არის ჩვენ გადაცემაში ის არ არის დარბაზში ხო იმიტომ რომ დადიოდა ხა მე მინდა შევეხო პირველად ვლაპარაკობ როდესაც ხდებოდა გაიხსნა სუხიშვილების ვარსკვლავი რუსთავის ანსამბლი და ერისიონის ვარსკვლავი და მე აქვე მინდა ვკითხოთ სხვათა შორის პირველად მე ვიცი დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს რომ თქვენ იყავით ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი რატომ ამ ადამიანმა არ დაიმსახურა ვარსკვლავი ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი კი არ ვიყავი ბატონი ფრიდონის ეს იყო ის თაობა რომელმა თაობამაც ისტორია შექმნა ამ სუხიშვილებში ყველა ვარსკვლავი იყო იქ მე ხარ არ მინდა გვარებით ჩამოთვა იამზე დოლაბერიძე აგერძის ბატონი ომარი აგერძის ლატავრა ფოჩიანი ჯუმბერ ბერაძე, გივი სიხარულიძე, არ მინდოდა რომ ეს კონტექსტიდან ამოვარდნილიყო, მაშინ ყველას ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო, როდესაც გაიხსნა სუხიშვილების ვარსკვლავი, იქ ითქვა რომ ეს ყველა თაობას ეკუთვნის. ზუსტად ერთ კვირის მერე 3 წლის განმავლობაში იყო ჩემთან ზარები, გახსენი ვარსკვლავი ბატონ ფრიდონის. მე ვეუბნები, მე სულ ყველა აბსოლუტურად. მე ეს პროექტი დავამთავრე მაგის გამო. ეს ვარსკვლავები მე გადავეცი კულტურის სამინისტროს, იქიდან გამომდინარე რომ მე არ მინდოდა ის თაობა, რომელსაც მართლა ისტორია შექმნეს სუხიშვილების ანსამბლში ზეწოლას ახდენდნენ რომ სულაბერიძისთვის არა ნუ იყო ნუ ეხა როგორც ხდება საქართველოში და მე ისეთი ვარსკვლავი გავხსენი არასდროს არ ვთქვია თქვა ერისიონ სატო გავხსენი ვარსკვლავი ანსამბლ რუსთავ სატო გავხსენი ნინო რამიშვილ სატო გავხსენი ვარსკვლავი რამაშ ხრიკვაძეს ნანი ბრეგვაძეს არ იყო ეს კითხვა მე დამისვეს რატო უნდა გაიხსნას ბატონ ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი როდესაც იქ მაგდონის მოცეკვავეები იყვნენ ბევრი ეს იყო თორე მე პიროვნულად მის წინააღმდეგი არ ვიყავი და მე დღესაც ვიძახი რომ არ უნდა გაიხსნა ისეთი ვარსკვლავი როდესაც მე დრო მოვა თავისი ხელით ამოთხარო და გადააგდო ვინ უნდა ამოთხაროს თვითონ ამოთხრის მოვა ეს დრო ფრიდონ სულაბერიძე საკუთარ ვარსკვლავს ამოთხრიან ფრიდონ სულაბერიძე არა მე კი არ ვიძახი რომ ამოთხრიან ისეთი ლაპარაკები თქვენ აი ბატონ ომარის ბატონი ფრიდონის დროს აი როდესაც ვარსკვლავთა ცვენა იყო მე არ მინდოდა რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ყოფილიყო შეიძლება ეს ხმამაღლა ამ ადამიანებმა არ აღიარეს ვინც მე ჩამოვთვალე მაგრამ გულის სიღრმეში წენა იყო როდესაც კადრები მიმინდა რომ მაყურებელს გაუშვათ როდესაც სუხიშვილების ვარსკვლავი გაიხსნა იქვე იყო ნათქვამი რომ ეს ყველა თაობას ეკუთვნის ეს ყველა თაობის ვარსკვლავია და არ გვინდოდა ეხლა ცალ-ცალკე მაშინ სულ ყველას ეკუთვნოდა და უნდა გაუხსნათ გასაგებია ნაკლები მოცეკვავები ცეკვავენ თუ ერისიონში მოდი შევიხდი ნოდარ ბატონო თქვენ ბატონო დავით მე პიროვნულად დიდ პატივს ვქცევ შეულებრივი ამბავია ეს მაგრამ გაგაღიზიანათ იმან როდესაც ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო და შეეკითხენ ბატონო ფრიდონ თქვენ ვარსკვლავს ბატონი დავით ოკიტაშვილი გიხსნით ფრიდონმა თქვა
ვინ არის ჩემთვის დავით ოკიტაშვილი? მე კულტურის სამინისტრო, ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივა. 3 წელი მეხვეწებოდა ნახევარი საქართველოს რომ მინისტრის ვარსკვლავი გამეხსნა და დღესაც წინააღმდეგი ვარ რომ გაიხსნა მისი ვარსკვლავი. ეხლა ნუ შევალ პოლემიკაში. არ შევალ. რაც ბრძანა ბატონმა ფრიდონმა, რაც ბრძანა ის გავიმეორე. რამდენჯერმე გაიმეორეთ რომ ბატონი ფრიდონი და მისი მეგობრები ლანძღავენ ვის ლანძღავთ ჩვენ ეკლესიასავით სალოცავ ანსამბლს ლანძღავთ ჩვენ ლანძღვა თქვენ მერე გაიმეორეთ ლანძღვასა და კრიტიკას შორის არის განსხვავება მანამდე სანამ შემომბრძანდებოდით მე ვთქვი ეს ისა მე ვთქვი მე მეკუთვნისო კი არა მაგრამ არ ლანძღავს არავინ და თუ გასაგებია ბატონო ძალიან დიდი მადლობა სხვებსაც მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება ჩვენი აზრი გამოვთქვათ გასაგებია ბატონ ლევან ჭოხონელიძესთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით ბატონ ლევან თქვენ მინდა კითხოთ ბატონ დავით საუბრობს რომ რეალურად ახლა სუხიშვილების კრიტიკა კი არ მიდის ჯანსაღი ეს ყველაფერი არის ლანძღვა თქვენი აზრით ეს ყველაფერი ლანძღვა ის რაც ჩვენ საუბრობთ მოყვარეს პირში უძრახე და მტერს ზურგს უყარო ეს არის რჩევა მოფერება დარიგება იმისათვის რომ ჩვენ და სასიქადულოდ ერთადერთი ანსამბლი ყავს ჩვენ ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი როგორც არის სუხიშვილების ანსამბლი რომელმაც დიდი სახელი და ავტორიტეტი მოგვიტანა ჩვენ თელს მსოფლიოში ამიტომ ვამაყობთ ამიტომ გვიდა რომ მოვეფეროთ გავაფრთხილოთ პატარა გადაცნობები და ურჩიოთ აი მამაშვილურად მეგობრულად მხოლოდ ეს რჩევა არავით არის ის კრიტიკა რომ მათ გინდა თუ არა აგერ დააქციეს ქვეყანა არა ვერაცოლე პირიქით გვინდა მოვეფერო და ურჩიო და მეც მასწავლიდა თავრიშვილი მეც მასწავლიდა ჯალო ბაგრატიონი მეც მასწავლიდა ბუხუდ არახველიძე თვით ილიკო და ნინო აბიცეგვია იქ მაგრამ ვსწავლობდი იმათგან იმიტომ რომ ამხელა ბუმბერაზე ხარდი იყო იქ გაერთიანებული ხებულობდი ამას ეხლა ვხებულობ 74 წლის გავხდი გუშინ და ვხებულობ კი ღებულობ ამ დარიგებას რა მოხდა ეს რა არის მე რომ ურჩიო ილუსას და იმას ძალიან გულწრფელად ვიცი რომ ძალიან გაუხარდებათ თუ მათ დაელაპარაკებით გულწრფელად თქვენას თუ გაუზრდათ მე არ მინდა ისინი ეძებენ ხარ ისიც რა მეწყიდა მე ინდოეთში ვიყავი ჩვენ ერისიონის ანსამბლი ეს 86 წელს დავინიშნე იქ თავარ ქორეოგრაფთან ბატონ ჯებასთან ერთად და 2 წლის შემდეგ ინდოეთში მიგვიწვიეს ნაკრები იყო საკავშირის ნაკრები იყო მაშინ და დიდი ქორეოგრაფი შაპოვალოვი ბულსევის მოსწავლე გავდა თვითონ ბოისევის ანსამბლიც იყო და აზერბაიჯანმა მეორე დღეს ჩაიცვა ჩოხები გავაეწნენ ბიჭები ქართულად და დაიწყეს ჩვენი ცეკვის ცეკვა შაპოვალოვმა უთხრა აფაკა არის ხალი სახელი გვარი არ მახსოვს ის იქაური ხელმძღვანელი იმას უთხრა აფაკ а завтра грузини в чем будут танцевать разиньте сейчас эти черкесские одеты в свои национальные костюмы а почему грузини танцуют наш джейран кайгет из ხალი კი რა გავწუხრე такой твой ваш джейран არბატომა მოიპარა იქიდან მოიტანა აქ დადგა აქედან მოიპარა არბატოვის აიღებდა იქ დადგავდა იდიოდა მოდიოდა აქეთ იქით მე საყვარელო მე ბევრი ამი არის მოპარვაზე რო ვილაპარაკოთ მაშინ ილიკო სუხიშვილი და ნინო სუხიშვილი აი ესე ფეხი-ფეხზე გადადებული უნდა ცხოვრობდნენ მულტიმილიარდელები, როკფელერები, იმიტომ რომ სრულიად მსოფლიო იპარავს უკვე ცეკვებს. ნინო რამიშვილიდან და ილიკო სუხიშვილიდან დაწყებული. თვითონ რამიშვილი იძახდა რომ ვერ გაურბივარ მომსდევენ. ძალიანაც კარგი, როცა მოგწონს იმას აკეთებ, რაც მოგწონს, ხო? მადლობა უფალს, ესე იგი მოსწონს ხალხს და იმეორება. ხო და მანამდე რა იყო არ ვიცი უბრალოდ ეს არა დაგიკითხავთ ეხლა თუ მომწერდება დაგიკითხავთ სულ უნდა იცოდეს ეს სხვაშორის ნილუსას და ილუსას უნდა წაუკითხო რატომ რო იცოდეს მაგრამ მე ვიცი რომ გარკვეულწილად იყო გულისწყე და ქორეოგრაფების მხრიდან როდესაც ამის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ილიკო სუხიშვილის ინტერვიუს ერთ-ერთი ფრაგმენტი დიახ გისმენთ ალექსიძე სონგულაშვილი დაიბადა 1874 წლის 27 დეკემბერს 1874 წლის 27 დეკემბერს. ჯერ კიდევ ნორჩი მოცეკვავე გამოიყვანეს თბილისის დრამატულ თეატრის სცენაზე და გასაოცარი წარმატება ხვდა წილად 13 წლის ასაკში. მოხდა ეს ყველაფერი. 1895 წელს
80 წელს ალექსიძე რამოდენიმე მოცეკვავეებთან ერთად მიიწვიეს პარიზში, სადაც ქართველი მოჭიდავეები, ცხენოსნები და მეზუყებიც იყვნენ მიწვეული. ქართული ცეკვით მოხიბლულმა ფრანგებმა ალექსიძე ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. 1900 რას ვამტკიცებთ ამ წერილით ბატონო რეზო? აბადიეთ სახელგანთქმული ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი დაიბადა 1907 წელს. კი ბატონო. ეს რომელ წელს ხდება? გასაგებია ჩვენ იმას კი არ ვეძახით რომ ქართული ცეკვა მოიგონა. მე დავდგი და არა დადგა რა გავაკეთოთ კი მაგრამ საწოდოობა მე ვიყავი მომსწრე 45 წელში დადგმული ცეკვა თუ აქვს ჩვენ ის რა ცეკვავდა იცი 45 წელში რა ცეკვას ცეკვავდა ის 1800 რომელიღაცა წელში ეხლა რა ცეკვაც არის ეს სხვა რამეა ხალხი არა გენაცვალეთ აქ ლაპარაკი არ არის ნინო რამიშვილმა დადგა მე ვესწრებოდი დადგმას მე იქ ვიყავი აფხაზური ცეკვა თუ ნანახი გაქვს კი ბატონო ნინო რამიშვილმა თუ ნანახი მაქვს აფხაზური ცეკვა რა ეგეთ აფხაზური არ მინახი ნინო რამიშვილის დადგმული არ მოხდა არ მინახი ეგეთ აფხაზური ვიცი აჰა ესე იგი არის გასაგებია ბატონ დავით თქვენ მინდა კითხოთ რეალურად თქვენ უსმენთ ძალიან დიდი ხანია უკვე ამ თემაზე სტუდიაში მინდის დისკუსია რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა მე რაღაცას ვიტყვი და ამით დავამთავრებ საერთოდ საუბარს როდესაც პატარა ილიკომ დადგა ის ცეკვები რასაც განახლებული ქვია მე მახსოვს როგორ მოიყვანეს სტუდიაში ქალბატონი ნინო რამიშვილი და მან უთხრა რომ ეს უსხვარი და ეს მოუწონა მას მაგრამ უთხრა ის არ დაევიწყო რაც ჩვენ გავაკეთეთ და მან აღიარა იმიტომ რომ ერთ ადგილას ხო არ უნდა გავიყინოთ ამ ახალგაზრდებს კითხეთ მოსწონს თუ არა მთავარია რომ ხალხმა მიიღო ეს გასაგებია რამოდენიმე ადამიანს ადამიანების გულისწყრული არის გამო რომ ქართული სული იკარგება ყველაფერსო თავი დაანებო დიდ ნინო და ილიკო შვილიშვილების ესეთი ან კრიტიკა მიდი და დაჯექი და ელაპ არ შეიძლება სირცხვილია 10,000 კაცი დადის მაგათ კონცერტზე. ის 10,000 კაცი უვიცი და ჩვენ არა, მაგაზე არ ვძახ მე საერთოდ მე ისტორიულად მოვყევი ვინ მოდის რა დაგეხება. რომელ წელში მინდა გააკეთეთ ახლა მე როგორ შეიძლება? აბა ის შეიძლება ჩემო დათო. მომისვრის რომ შენ ჩემ ხელში გაზრდილი კაცი ხარ. საერთოდ მისულ შენ მე შენი ძმაც ეყვა და ჩემთან. ეხლა მომისმინე. და მამაშენ ის ვიცი და დედა შენ ის ვიცი კარგად. კაი ხალხი. ეხლა მომისმინე. ისა ჩემი ბებიაო ხშირად ამბობდაო რომ ჩვენიო ანსამბლიო საძოვარი მოისარი მინდორიო დანარჩენი ქორეოგრაფებისთვის. კაი გაბოთქვა? საძოვარი მინდორია დანარჩენი ქორეოგრაფებისთვის. კაი გაბოთქვა ეს? ოსაზონია? რა ძროხები ვარ? მე დარწმუნებული ვარ რომ ხალბატონი ნინო უფროსი ამას არ იტყოდა. ანუ ამახინჯებს შვილიშვილი ბებიის პრაზე. არის რაღაც გაბრაზებული შეიძლება თქვა რა. მე ვთქვი ძალიან კაი მე ხალბატონი ძალიან კარგად ვისწრობდი. ზედარჩი ამბობს რომ კარგი გამონათქვამია. რატო არ არის ამაში ცუდი, როცა საკვებს აძლევ ადამიანებს, რომლებიც საკვებს მე იწველები და ფულს აკეთებ ამითი. მომისვლით. რა არის ამაში ცუდი? ქორეოგრაფიული აქვს, დათორმები თუ ზოოვეტერანული. აი ამაშია საქმე, რა გეტყვი. ამაშია. არა, ესეთი შედარება არ შეიძლება. თუ ეს თქვენს მე არ გამიგონია. არა, ეს ხალბატონი ნამდვილად არ იტყო და შეურაცხყოფა. საძოვარი რა. ნამდვილად არ. საძოვარი პირუტყვისა. არა, როგორ გეკადრება? გადატანითი მნიშვნელობა ქონდა ამას, რომ საკვებს ვაძლევთ ჩვენ დანარჩენ მოსაკვებს. ესე რომ ეთქვა, ეგ არ გიქნებოდა. ესე იგულისხმა, უბრალოდ გადატანითი ფორმა მისცა, ხვდებით, უბრალოდ ესე იგულისხმა და დღემდე ესეა. მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიო მასშტაბით საძოვარია ნამდვილად ჩვენი ანსამბლი და მადლობა ღმერთს. ცოტა ის არა, ეგეთ ნახერხი მოვაყაროთ ცირკია უკვე. ამ ანსამბლის წარმატება ყოველას შურს. ვის? თქვენ გონიათ რომ ხალხს შურს ამ ანსამბლს? ყოველას. დავით ბატონო, თქვენ მოგზავნილი ხო არ ახართ აქ? მე არსად მოგზავნილი არო. არსად. სხვა გზა თქვენ ვერ ნახეთ? რა რისი გზა უნდა ნახო? ყველა მოცეკვა მოცნება რომ ბოლოს სუხიშვილებში იცეკოს. აღიარეთ ეს. ბატონმა თენგიზმა თქვა. ყველა მოცეკვავის ოცნება რომ ამ ანსამბლს შურის მომენტია, იმიტომ რომ სხვა ანსამბლი დარბაზებს ვერ ავსებს, ეს ანსამბლი 10 დღე რომ დააყენოთ. მე არ მithქვია, რატო მიიღეთ თქვენ თავზე ეს? იმიტომ მივიღე რომ ყველას მიმართვით ეს. ამ გადაცემას 100 გრადუსი ცელსიუსი ეწოდება, ძალიან კაი, მაგრამ 200 გრადუსზე ნუ ავიყვანთ რა ცოტა ისე გავაკეთოთ რომ ახლა სიყვარულის ბრალი. კი, სიყვარული ჩვენ ახლა თემალის მეთანხმები და მე დავიცმინდა ერთი შეკითხვა ახლა შური ვის შურს და მე ერთ დავით შური იცის ნიშნავს თურმე? დაასრულოს თეატრ. კითხავ, ჩემო დავით, კითხავ, აგერ მე და ომარი ვართ იქ გაზრდილები. ომარი უფრო ადრე დანარჩენები იქ არ ყოფილან ანსამბლში. როგორ გონიათ მე და ომარი კეთილგანწყობილი ვართ ამ ანსამბლის მიმართ
თუ ჩვენ შურს და რაღაც წრები ვარ და ლანძღავთ იმას, როგორ გიმოგიაჩნიათ. აი პირდაპირ მიფასო. არ ჩანს, იმიტომ რომ თქვენი ინტერვიუ მე წაკითხული გაქვთ ჩემი რეცენზიები. მე მოგიტან, მე ყველა რეცენზია უდევს ნინოს სუხიშვილს. ძალიან ხოთ, მე დამავიწყდა. წაიგითხეთ ის რეცენზიები და მიხვდებით რა არის სიყვარული ანსამბლის. წაიგითხეთ ჩემი გამოსვლები, ჩემი რეცენზიები. ეს ერთი, ახლა მეორე. ვისი პუბლიკაცია ბატონ დავით? ბატონ ნოდარ, მალაპარაკეთ რაღაც. ბატონ ფრიდონი. ერთ დავამთავრო და მე ეს ერთი. ახლა მეორე, რაც შეეხება ვარსკვლავის გახსნას. მე არ გეთანხმებით, რომ ეს სუხიშვილების ვარსკვლავი იყო და მე ვამაყობ, რომ მეც მოვიაზრები სუხიშვილების ვარსკვლავი, როგორც დანარჩენ ანსამბლებში ყველა მოცეკვავები მოიაზრება, მაგრამ ესე არ შეიძლება რომ ფრიდონ სულარბეძე არ იმსახურებს. ნინო რამიშვილმა და ელიკო სუხიშვილმა მათს განადიდეს ფრიდონ სულარბეძე ერთი წამი დავამთავრო. ამაშია საქმე. შეიძლება გამორჩეული ინდივიდს გაუხსნა ვარსკვლავი და კიდეც გაიხსნა და ბედნიერები ვართ ომარ მხედრეს ფრიდონ სულარბეძეს. თუ ასეა რო ყველას ეკუთვნის და ვიღაცას გული დაწყება, მაშინ გაგვეხსნა თქვენ ედექით სათავეში, ძალიან ბევრ ვარსკვლავს და კარგია საამაყობებს და მაშინ გაგვეხსნა მარჯანიშვილის თეატრისთვის ერთი ვარსკვლავი, სადაც ისე არ დარჩებოდნენ ის კორიფეები, რომლებიც ვარსკვლავებიც არ არის გახსნილი და ხალხი იტყოდა რომ ყველას ვარსკვლავი გაიხსნა. უკაცრავად მიცვალებულების ვარსკვლავი არ იხსნება. მაშინ უნდა გაგვეხსნა თქვენ არ უნდა თქვათ ფრიდონ სულაბერიძეზე, ესე ხელწამოსაკრავად. ძალიან გთხოვ რა. არაფერს არ ვიცი. არ შეიძლება ფრიდონ სულაბერიძე აღიარა მსოფლიომ. სხვები არ აღიარეს მსოფლიო. სხვებიც მაგრამ ეხლა ფრიდონ ღმერთმა ნათოს მე არავის აპირადად არავის არ მიცე უფლებას და თუ გონიათ რომ ეხლა თქვენზე ნაკლები ექსპერტები ვართ აქ თქვენი ცხოვრება იქ ვიყავით. მე არ ვიძახი, არ შეიძლება ფრიდონიც იყო თქვენი შემადგენელი. მე პირდაპირ გეუბნები თქვენ ხართ უფრო დიდი გულშემატკივარი ანსამბლის თუ ომარ ხეიძე. რა შუაშია ომარ ხეიძე? აბა რა პირისპირდები, ჩვენ პირისპირდები ანსამბლს როგორ გეკადრება. ეს არ არის, ეს აბაზე ლაპარაკი სადმე. დამი დაამთავრე ბატონ ნოდარ ბატონი ერთ დავამთავრე. რაც შეეხება აიმას, ესე იგი ჯუთას და იმის მსგავსებას, არა, ეს აქ გასარჩევი არ არის. ამაზე მოიწვევენ სპეციალისტებს. არა, თუ არა, მე მინდა რომ არ გაერჩეს. არ შეიძლება ფრიდონ სულაბერდის და რუსთავის დაპირისპირება სუხიშვილების. ეს უნდა მოიშალოს ეს თემა. ეს უნდა გაირჩეს. გასაგებია თუ თემა აქტუალურია და ავტორთა საზოგადოება განიხილავს ამ დავას. გაირჩევა ახლა გააზრეს კომისია ჯუთა თუ არ არის ჯუთა. და ერთ რამეს გეტყვით რომ არის ეს ჯუთას ელემენტები რა ჩვენ როგორც ვიცი. არ არის ჯუთა, ამაზე არ არის ლაპარაკი საერთოდ. ნინო სუხიშვილმა უბრალოდ გამცვიფრებულმა და კითხვა დასვა. თუ არ მოგწონს, რატო იმეორებ იგივე მოკლე წითელ კაბებს და ფაფახებს თავზე? რატო აკეთებ იმას, რაც არ მოგწონს? აი ეს კითხვა დაისვა, აქ არც სასამართლოზე, ვის წალია სასამართლოებში სარბენა და ჩივილისთვის. რაზე აქვს საერთოდ ლაპარაკი? რა ჩივილი, რის ჩივილი? ფრიდონ სულაბერიძე თვითონვე იძახის, რომ ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა როგორც შვილი ისე გაზარდეს. აი ეს ხელის გულზე ატარებდნენ და ცივნიარს არ აკარებდნენ. გასაგებია თუმცა იმ ადამიანს სახელმწიფოსთან აქვს თავისი პრეტენზიები და სუხიშვილის მაგაცი იყო და დღეს შვილიშვილების ნამუშევარზე იძახის რომ დასანახად ვერ ვიტან. აი ეს ფორმაა ცუდი თორე. მაგრამ თუ არ მოსწონს და რა უნდა თქვენ ამ ადამიანს? ამას გეუბნებით მეტი კი არაფერი. რა თქმა უნდა დასანახად ვერ ვიტან რომაჩუკო არ ჩავიცე. რა გავს ეს ფორმა უბრალოდ? არასოდეს შემდეგ ბატონო არ იქნება მოძღვარზე მაღლა. არასოდეს ეს გამორიცხება. დავამთავრებ მე ერთი ფრაზით. ესე იგი კიდევ იმეორებ რა მე და ძალიან ვთხოვთ აქ დამსწრეთ და ვიც გვიყურებს მაყურებელი. არაფრის არ შეიძლება ამ თემის გაგრძელება, რომ აი იმას დაუპირისპირდა. არავითარ დაპირისპირება. წარმოუდგენელია. ეს არის უკვე სუხიშვილის რამიშვილის საფლავში გადაბრუნდება. გასაგებია, კი ავტორთა საზოგადოება განიხილავს დავას სუხიშვილებსა და რუსთავს შორის. ეს არის ამბავი. ამბავი, რომელიც გამცვიფრებამ გამოიწვია. რუსთავი აწერია და ხედავს, რომ ის არის რაც მისია. მართლა მისია მე მონაწილეობდი ამის შექმნაში, შეთხუზაში აი ამ ახალი პროგრამის. მე მონაწილე ვარ, ცოცხალი მონაწილე ვარ და მე საერთოდ ვარ სუხიშვილების ანსამბლის, სუხიშვილების ოჯახის პროდუქტი. 27 წელია მე ამ საქმეში ვარ და ზუსტად ვიცი, რა იყო, რა არის და რა შეიძლება იყოს იმ ფონზე რაც დღეს ხდება. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მარს მოусმინოთ და ჩვენს ეთერში არის რეკლამის დრო, იმიტომ რომ ყველანაირ რეგლამენტს გადავაცილეთ. მე 8 წლის იყო ანსამბლი რომ მიმიწვიეს. 8 წლის იყო ანსამბლი, როცა მიმიწვიეს. მე ვიყავი 18 წლის, დანარჩენი 10 წლის ჩემზე უფრო ხელი იყო. ჩემ თვალწინ გაიარა სულ ყველაფერმა
წყვილთა ცეკვები იყო მაშინ საერთოდ საქართველოში. და როგორ დაიდგა, სად როდის დაიდგა, რა დაიდგა, სულ ზეპირად ვიცი. მირაილეთი შემოიტანა ეს ყველაფერი ვიცი. და ეს ცეკვები, აი რომელიც მე წეგან თქვი, ეხლა აი ლოლოები განმოდიოდა, დიახ, ჩვენ ძალიან გაჭირებულად ვიყავით. გაჭირებული როგორ ვიყავით, იცი? რეპეტიციის დროს ბოძში თქვენთან აი ესე ოფლიანები, აი ოფლიანები რო ვიყავით, დასაბანი ადგილი არ ჰქონდა. ძველი ფილარმონიის ფოეში, სადაც პარკეტი იყო, აი ჰქონდა ეს ესა დასაცმელი დადებული და იქ რეპეტიციები, იქ შეიქმნა ეს პროგრამა. აი ესეთი სიძნელეებში წამოვედი მე და ყველაფერი ვიცი. გასაგებია, თუმცა დრო გადის ყველაფერი ვითარდება და ადამიანები ცდილობენ გადაწყვეტილებას რაღაც შეცვალონ. ეხლა ნინო რამიშვილს შევეხები. რა მითხრა იცი ნახე? ომარი. შენ რაღაცას კრთებიო. რაღაცებზე როცა იდმებოდა რაღაცები. მოდი შევთანხმდეთო. აი ახალგაზრდა ბიჭს რა მითხრა. ომარი შენ ყველაფერი მითხარი. მე მივიღებ თუ არ მივიღებ ეს შედი საქმე არ არის. მაგრამ არ მომატყუილო. აი ესე ვიყავი 30 წელიწადი. მე ჩემს შეხედულებებს ვიზახი და გულის ტკივილით, იმიტომ რომ ჩემი ბიოგრაფია, ჩემი ცხოვრება არის აი ეს ანსამბლი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შეხედულებებს ახლაც გაიზიარებენ. ეს არის ბუნებრივად ძალიან დიდი თემა და არც ერთი სატელევიზიო ეთერი არ ეყოფა ამ თემის განხილვას. ჩვენ უბრალოდ მოხარულები ვართ, რომ პირველად გამოვიტანეთ საჯარო დისკუსიაზე თემა, ერთმანეთს შეხვდნენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩვენ ისევ დავბრუნდებით ეთერში და მოგიყვებით ამბების შესახებ, რომლებზეც დღემდე არაფერი ხსმენია. გადაცემის საღამო მშვიდობისა, ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ეთერს უბრუნდებით. ბუნებრივია თქვენ ახლა გაგიკვირდეთ, რომ ჩვენ არ მაუწყებლობთ სატელევიზიო სტუდიიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია აირზენეს სარეგისტრაციო დახთან იმყოფებით. თუმცა იმდენად სერიოზული იყო ბრალდებები გადაცემის პირველ და მეორე ნაწილში, რომელიც ქართულმა ქორეოგრაფებმა სუხიშვილების მიმართ გამოთქვებს, გადავწყვეტეთ, რომ თავად ჩავფრენილიყავით კიევში და ამ ბრალდებებისათვის სწორედ სუხიშვილებს უპასუხათ. ახლა ჩვენ თბილისიდან კიევში სწორედ ავიაკომპანია აირზენეს დახმარებით გადავფრინდებით. გამარჯობა. ჩვენ მივფრინავთ კიევში. ცოტა ხნის წინ დაეშვა ავიაკომპანია აირზენეს თვითმფრინავი კიევში და ყველაზე ცხელი ток-შოუც უკვე უკრაინის დედაქალაქში აირზენა ჩვენი ოფიციალური გადამყვანია. უკრაინის დედაქალაქში სუხიშვილების გასტროლები მიმდინარეობს. ჩვენ კი ჩამოვედით იმისთვის, რომ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწეროთ ნინო და ილიკო სუხიშვილებთან და მათი მწვავე ბრალდებებს უპასუხო, რომელიც გადაცემის მეორე და პირველ ნაწილში გამოითქვა. მას ასე როგორ პასუხობს ნინო სუხიშვილი ყველაზე სკანდალურ ბრალდებებს და რასაც ხედავს ილიკო სუხიშვილი რევაზ ჭოხონელიძის განცხადებაზე, რომ მათ პირდაპირ თქვა, რომ არ აღიარებს ილიკო სუხიშვილს როგორც ქორეოგრაფს და მან ქართულ ცეკვას სული ამოაცალა. ყველაზე სკანდალური ბრალდებების საპასუხოდ ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო და ილიკო სუხიშვილებთან ყველაზე ცხელ ток-შოუში. გამარჯობა, საღამო მშვიდობის. მიხარია, რომ დაგვრჩით ექსკლუზიურ ინტერვიუზე და გადაცემის ამ დიდი ნაწილის სტუმარი იქნებით ჩვენთან ერთად. პირველში უნდა მოგილოცოთ წარმატებული გასტროლები, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში და იმედი მაქვს, რომ საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს, რომელიც გადაცემაში თქვენს მიმართ გამოეთქვა, ჩვენს ეთერში ექსკლუზიურად უპასუხებთ. პირველი ბრალდება, რომელიც სტუდიაში გაისმა, ეს ეხებოდა კონკრეტულად სუხიშვილების მოღვაწეობას და იქ პირდაპირ ითქვა, რომ თქვენ ქართულ ცეკვას ამოაცალეთ სული. ჩემთვის არ არის ეს სიახლე, იცით, ბევრჯერ გამიგია და მომისმენია მათი ესეთი, ასე ვთქვათ, თავდასხმები ჩვენზე. დიდი ხანია ეს უკვე გრძელდება, ეს არ არის სიახლე ჩემთვის. მართლა ვკითხა, მიჩვეული ვარ კიდევაც. არასდროს არ ვცემ პასუხს. იცით, აი, ვთვლი, რომ ნუ ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რომ ამაზე პასუხის გაცემას არ ვთვლი, რომ საერთოდ საჭიროა. ერთადერთი კითხვა მექნება თქვენთან, როგორ ფიქრობთ, რა არის ამ კამპანიის მიზეზი? ანუ რატო გიპირისპირდებიან და რატო კრიტიკებენ ასე ღიად? ეს კამპანია ყოველთვის იყო. უბრალოდ მაშინ რაღაცა ცოცხლდება ეს, როცა ჩვენ რაღაც მორიგი წარმატება გვაქვს, ან რაღაცა არ ვიცი, მე მგონი, როცა არა ვართ ქალაქში, მაშინ მძაფრდება. აი ძირითადად დაკვირვებული ვარ, როცა არა ვართ ქალაქში, როცა ხანგრძლივ საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით, მაშინ არის ეს აი რაღაც გაცხარებული ესეთი ლაპარაკი და არ ვიცი, კრიტიკას ეძახიან, მაგრამ მე ცოტა სხვა რამეს დავარქმევდი. მე მგონი უფრო რაღაცა ლანძღვაა და ხანდახან შეურაცხყოფაზეც გადადიან. იცით, რაღაც მიკვირს ძალიან, იმიტომ რომ
არ ვიცი პირადად პირში ასე ჩვენთვის არაფერი ამდაგვარი არ უთქვიათ. ყოველთვის პატიჟებთ პრემიერებზე, ჩვენ კონცერტებზე და პატივისცემით ვეპყრობით ყველას და რომ მოდიან ხოლმე პირადად ყოველთვის ქებადიდებით და არ ვიცი აღფრთოვანებით და ასე პირში სულ გვაქებენ და ხა ზოგსუკან რატომღაც ესეთ რაღაცებს ლაპარაკობენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა და ცოტა უხერხულია. შენ ქართულ ცეკვას ამოაცალეს სული ამ მთავარი ბრალდების მიღმა არსებობს სხვა ბრალდებებიც, რომელსაც შენი ოპონენტები გიყენებენ შენ. კონკრეტულად საუბარი არის მუსიკალურ ელემენტებზე, რომელსაც გამოიყენებ თანამედროვე დადგმების დროს. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ აქ ქართული ელემენტები აღარ დარჩა, ყველაფერი სკალკირება მოხდა ჩრდილოკავკასიური მუსიკიდან, შესაბამისად ქართული ჟღერადობა დაიკარგა. ცოტა არის რთული ხა საკუთარ თავზე ლაპარაკი, სული ამოვაცალე თუ პირიქით. მე თავისუფალი ხელოვანი ვარ. მე შემიძლია ვაკეთო, რასაც ჩავთვლი საჭიროდ. და ეს არის მაყურებლის გადასაწყვეტი და არა იმ ხალხის, ვინც მაგალითად მე საერთოდ კომპეტენტურად არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია ხალხი კომპეტენტურად, სამწუხაროდ ისინი, ვინც არ არიან ჩვენთან დღეს, ეს არის ჩემი ოჯახის წევრები. მათ მიმართ შეურაცხყოფას მე ვერ ავიტან, იმიტომ რომ ეს უკვე პირადულია, როგორც ნინომ აღნიშნა. რაც ეხება იმას მოწონთ ეს თუ არ მოწონთ, არის ხალხის კატეგორია, რომელიც მაგალითად ესე ვიტყოდი, რომ აი რომ მოსწონებოდათ, აი ყოფილიყო ესეთი სასწაული და უცებ მოეწონათ, იმ დღესვე ამოვიღებდი პროგრამიდან. მეორედ რომ მოსწონებოდათ და გაგიჟებულიყვნენ, შეიძლება პროფესია შემეცვალო. მე ვიფიქრებდი, რომ რაღაცა სხვა გზით წავედი, იმიტომ რომ ჩვენი შემოქმედებითი ინტერესების რადიკალურად განსხვავდება და გემოვნება ხელოვნების მიმართ რადიკალურად განსხვავდება. მათი აზრი ჩემთვის ნაკლებ ფასს ნიშნავს, ვიდრე ბევრი სხვა ადამიანის აზრი და მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ არ არის მოსაწონი, ეს ჩვეულებრივი ამბავია და მე არ ვთვლი იმათ, რომ ყველას უნდა მოწონდეს. და რაც ეხება იმას, რომ მუსიკალური ეს დამატებები, მე ვიტყოდი ერთს. არის ქართული ცეკვა, რომელიც არის ქართული ქორეოგრაფიის ყველა მიცის ეს არის მწვერვალი, კლასიკის ხატია ქართული ქორეოგრაფია. ეს არის სადაც ქალბატონი და მამაკაცი ასრულებენ დუეტს. ეს შედგება 3 ნაწილიდან, ეს გააჩნია რა თქმა უნდა სცენას, რამ ხელას რამ შემოუვლის, ეს არის შემოვლა, ეს არის მისვლა ქალბატონთან, გასმა, გამოპატიჟება და ასე შემდეგ. ეს ერთადერთი ცეკვაა, სადაც არ შეიძლება საერთოდ მოკიდო ხელი არა მარტო მუსიკას, არამედ მოძრაობას. ვინც იძახის, რომ კალთა არ უნდა შეეხოს ჩოხის კალთა ქალის კაბას, ის უცებ აკეთებს რას? რომ აი ამ ქართულში, აი ამ კნიაზურში და დუდუკი სადაც მიდის და მარტო დოლი და დუდუკი ჟღერს და დამსაძლევს მეორე დუდუკი, მოაფიქრეთ, რომ ჩასვან ბაზ გიტარა. ამ შემთხვევაში ერისიონზე მე ვსალობ გავგებმა გაიგოს. მე სხვიდან განსხვავებით არ მინდა დაკონკრეტება. ბაზ გიტარა, დრამსეტი და მე მგონი აკლია სკრეჩ აპარატი და დიჯეი. აი მაგ ცეკვაში. აკრიტიკებს ამ დროს ჩვენ მე მაგ ცეკვას ვერ როგორ შევეხები იმ ძველ ცეკვებში არსად არა მაქვს მე ორანჟირება ესეთი ინსტრუმენტები, ელექტრონული ინსტრუმენტები. რევას ჭოხონელიძეს ნინო რამიშვილის დადგმული ცეკვებიც აღმოწონს, როგორც აღმოჩნდა, აგერ დაუწუნა აფხაზური ცეკვა და საერთოდ ჯეირანის არ შეარჩინეს. ეს ჯეირანი არის სავიზიტო ბარათი ნინო რამიშვილის და იმასაც კი ბედავენ, რომ რატო ცეკვავდა ნინო რამიშვილი ჯეირანს. ნუ ხა ეს უკვე ნამდვილად აღმაშფოთებელია და ანებონ ამ ქალს თავი. მაინც ჩვენზე რამდენიც უნდა იმდენი ილაპარაკონ. ხა ეს სირცხვილია უბრალოდ. ჯეირანიც რო აღვადგინეთ, იმიტომ რომ ქალბატონი ნინო რამიშვილის საიუბილეო საღამოზე გავაკეთეთ ეს ცეკვა. ეს წლები არ იყო ჩვენ პროგრამაში. არ იყო არასოდეს ჩვენ პროგრამაში და საჩუქრად გაუკეთეთ საიუბილეოდ. რა თქმა უნდა, რამიშვილის გარდა არ უცეკვია, პროფესიონალ ანსამბლებში და დიდ სცენებზე არ მე ხა შეიძლება სტუდიებში ბავშვებს აღარ ყავებდნენ, ეგ ნანახი მაქვს მე კარგად, მაგრამ საერთოდ არ შესრულებულა და ეს იყო პატივისცემა.
ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია თემა, რომელიც უშუალოდ ეხება დაძაბულობას სუხიშვილებსა და რუსთავს შორის. სტუდიაში ამ თემაზე საკმაოდ მწვავე დისკუსია იყო და მოსული სტუმრების აცხადებდნენ, რომ სუხიშვილების კოსტიუმების კალკირება და კონკრეტულად ცეკვის ილეთების კალკირება საგასტროლო ტურნეს დროს არ მომხდარა. რეალურად მაინტერესებს ახლა სუხიშვილები ჩივიან თუ არა სასამართლოში იმის გამო, რომ რუსთავმა ერთ-ერთი გასტროლების დროს გამოიყენა თქვენი კოსტიუმები და იყო ცეკვაში რამდენიმე ილეთი, რომელიც იყო ამოღებული ჯუთადან. ეს ცნობილი ფაქტია და ამის ფაქტები არსებობს. მე არ ჩამოვთვლი ვინ და როგორ სხვისგან განსხვავებით სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კი. კიდე დღეს წესრიგში დგას პლაგიატის პრობლემა ახლა სუხიშვილებს. ყოველთვის იდგა, არა მარტო ეხლა. ძველ პროგრამასაც საკმაოდ ყავდა თავის პლაგიატი. ფაქტიურად ერთ-ერთი მიზეზი, რატო დროებით ჩვენ ძველ პროგრამაზე, ასე ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ ცოტახანი გაგვეჩერებინა და ახალი გვეკეთებინა, ეს პლაგიატობა იყო. ძველ პროგრამას თუ ყავდა პლაგიატი, თორე ახალს ეხლა გაუჩნდა. ყოველთვის იყო ეს. ყველა ცეკვა, რომელსაც ცეკვა სხვა ანსამბლი, ეს არის ხორუმი, ქალთა ნარნარი, მხედრული, სიმდი, ხანჯლური, რომელი ერთი დაგისახელოთ, ეს მასიური ცეკვები დაიდგა პირდად ანსამბლში თავიდან და შემდეგ უკვე ცეკვები ძალიან ბევრი ცეკვა არ არსებობდა. ბევრი ცეკვა თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფია, მაგალითად სამაია, მაგალითად ხედრული თუნდაც, რომელი ერთი დაგისახელოთ, ყველა ძველი პროგრამის ცეკვაც. იმათაც ყავდა თავისი პლაგიატები, ყოველთვის იყო ეს პრობლემა. ამიტომ სულ იყო იმის საჭიროება, რომ გაქცეოდი ამას და რაღაც ახალი შეგეტანა, რაღაც ნოვაცია, რომ რაღაცით მაინც განსხვავებული ყოფილიყავი. მეგობრებო, იმისა, რომ დონით ყოველთვის განსხვავებული იყო სუხიშვილების ანსამბლი, მაგრამ მაინც ეს ერთი და იგივე ცეკვა. თქვენზე რომ სუხიშვილები მათი აზრით უკვე ვეღარ ცეკვავს და ეს არის რეალურად სიარული კულისებს შორის. Ну, იცით ახლა ასე ადამიანმა ყველაფერი შეიძლება თქვას. Ზატოთ არ ვიცი ახლა ეს ვინ როგორ უყურებს ამას შეიძლება ის თვლის რომ ეს არ არის ცეკვა, მაგრამ ვინ თვლის ამას მე ვერ გავიგე, იმიტომ რომ მაინცევის ანსამბლში ხორუმი უწერიათ როგორც რუსული ცეკვა. ამიტომ რა ესეა? მე არ ვიცი ხა რითი ხელმძღვანელობენ პროგრამაში და საფრანგეთში და პარიზში დაიბეჭდა გაზეთებში რომ ხორუმი ყოფილა თურმე რუსული ცეკვა, ამ ცეკვას ასრულებენ და რა ვთქვათ ჩვენ, რომ ესე იგი რა, ერთი აფხაზეთი და ოსეთი და ეს წაგვართვეს ერთი ხორუმი რა ვერ შეგვარჩინეს. არა, იცით რაშია საქმე? მე მაინც მგონია რაღაცა 12 ფურცლიანი რვეულის ფურცელზე რაღაცა დაწერილს რო კითხულობენ, ხო? ეს არ არის ჩემთვის არაფრის ფაქტი და დამამტკიცებელი. სტუდიაში რომ სუხიშვილებით არ დაწყებულა ქართული ქორეოგრაფია და მანამდე იყო წარმატებული. იცით რა საკვირველია, ქართული ცეკვა ოდითგანვე არსებობს, მაგრამ იქ იყო კიდე გაჟღერებული რომ ეს იყო დუეტების ცეკვა, ეს იყო სხვა ფორმის ცეკვა, ეს იყო ბევრად პრიმიტიული, უნიკალური თავის მხრივ, მაგრამ ეს არის რაღაც ჩვენი მართლა განძი ეთნოგრაფიული რაღაცა ცეკვები, ილეთები, ის რაცაც დავშვა ჩვენმა ხალხმა მოიტანა აი დღემდე, მაგრამ ის ცეკვა, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ის ევოლუცია ცეკვის, ის პოპულარიზაცია ცეკვის, ეს მასიური ცეკვები, ეს ახალი ნომრები, თუ გინდა ძველ პროგრამას, თუ გინდა არ ვიცი, რომელი ერთი პროგრამაზე ვილაპარაკოთ, ეს ხო ნამდვილად სუხიშვილების დადგმულია და მოგონილი. კიდევ არ დამეზარება, რომ ჩამოვთვალო ყველა ის ცეკვები, რომელიც ილიკო სუხიშვილის დადგმულია. ხორუმის ხაზი იყო მანამდე, დღეს ყველა ესე ცეკვას. სიმდის გეომეტრიული განლაგება, ეს თეთრი და შავი ხაზები, როდის იყო სუხიშვილების ანსამბლამდე? არ იყო თორე ცეკვა როგორ არ არსებობდა. მე ამ მაღალი დონის ქორეოგრაფიაზე ვლაპარაკობ, რომ სუხიშვილების დამსახურება ამ ცეკვის ამ დონეზე აყვანა, მისი წარმატება მთელ მსოფლიოში, იმისი ესეთი სწრაფი ევოლუცია და პოპულარიზაცია. მე დღეს არ მეგულება მსოფლიოში სხვა ერიან ქვეყანა, სადაც ეროვნული ცეკვა ეგეთი პოპულარულია. ნინა, შენი მისამართით გაისმის ყოველთვის პრეტენზია, როდესაც საუბრობენ, რომ შენი სხვადასხვა საგაზეთო ინტერვიუების დროს ხშირად შეურაცხყოფას აყენებ ანსამბლებს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს. მათ შორის მოიყვანეს სტუდიაში ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, სადაც შენ პირდაპირ თქვი, რომ სუხიშვილები ეს არის საძოვარი და სხვები დანარჩენი ამ საძოვარზე უბრალოდ ძოვენ. იცით რა, გაღიზიანება ალბათ იმიტომ გამოიწვია, რომ სიმართლეა, იმიტომ რომ ნამდვილად სარგებლობდნენ ყოველთვის ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის დადგმული ცეკვებით, რომ მე თავის ანსამბლებში გადმოეტანათ, ბუნებრივია. და რა თქმა უნდა, აწყობთ იმ ხალხს, რომ ეს წარმოაჩინონ, რომ ეს ესე იყო ოდითგანვე, ესე იყო უხსოვარი დროიდან. ქართული ცეკვა მართლა იყო უხსოვარი დროიდან, მაგრამ აი ამ ინტერპრეტაციაში და აი ამ რედაქციაში, როგორიც არის ჩვენი პროგრამის ცეკვები, ესე არ იყო, ამ დონეზე არ იყო. ეს არის მასალა, ასე თქვა
ვთქვათ, საწყო ბილეთების, როგორც აი ხშირად ეს არის ანუ ულევი მასალა და მე არ ვიცი იმის მაგათ რომ იარონ მართლა ეთნოგრაფიულ ადგილებში, სხვადასხვა რაიონებში შეაგროვონ ეს ცეკვები, სხვა ანსამბლები, ესენი არიან სხვა ანსამბლების ხელმძღვანელები. თავის ანსამბლში გააკეთონ ის, რაც სწორედ მიაჩნიათ. თუ ის არ მიაჩნიათ სწორედ, რაცაც ჩვენ ვაკეთებთ, ნუ დადიან ჩვენ კონცერტებზე და ნუ ბაძავენ ჩვენ ცეკვებს. თავისი გააკეთონ რამე და ხა ყველას უფლება აქვს თავის ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობს, იქ დადგას რაც უნდა. მე ჯერ არ გამიგია რომ ვინმე აკრძალოს ხელოვნებაში ექსპერიმენტი. თავარი ბრალდება, რომელიც თქვენი მისამართით გაისმის, ეხება კონკრეტულად თქვენს მესაკუთრეობას. ანუ სტუდიაში მოსული სტუმრები საუბრობდნენ ღიად, რომ თქვენ სუხიშვილები დაისაკუთრეთ. რეალურად ეს არ არის თქვენი საკუთარი ანსამბლი, ეს ეკუთვნის ქვეყანას ეს ანსამბლი, თუმცა თქვენ ამ ყოველფრის მისაკუთრება მოახდინეთ, რაც ბუნებრივია ადამიანების გაღიზიანებას იწვევს. ჯერ ეს ერთი სახელმწიფო ანსამბლია და ბუნებრივია სახელმწიფო დოტაციაზეა დასი და ეს არის სახელმწიფო ანსამბლი, გასაგებია, მაგრამ ის ანსამბლი სუხიშვილების არის, იცით რატომ? იმიტომ ესე ქვია. ამ ანსამბლს დაარქვეს სუხიშვილები. ეს ანსამბლი შექმნა და დააარსა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა. ღირსეულად გააგრძელა თენგიზ სუხიშვილმა. დღეს ანსამბლს სათავეში უდგევართ ჩვენ და მე ვერ გავიგე, რას გვიწუნებენ მმართველობას, მენეჯმენტს. კაი, ნუ ცეკვები არ მოწონს, გასაგებია და ნუ დადიან ჩვენ კონცერტზე. არ მოწონს ამ პატარა ჯგუფს, რაღაც რამოდენიმე კაცს, ცეკვის მასწავლებელს და შეიძლება რომელიღაცა ქორეოგრაფიც არის იქ, მაგრამ ელემენტარულად მოსული სტუმრები არიან ცეკვის მასწავლებლები. ანუ თქვენ მათ სტატუსს, როგორც ქორეოგრაფის სტატუსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ და შესაბამისად მათ კომპეტენციას? ეხა იქ მარტო ჩემი აზრით ქორეოგრაფი ჭოხონელიძეა, რომელიც ხა ცუდია თუ კარგია, ეს მისი პრობლემაა, მე მის კრიტიკას ნამდვილად არ დავიწყებ. ეხა უფროსი კაცია და ხა მომწონს თუ არ მომწონს, სხვა თემაა ეს და ვსდილობიანად თავს შევიკავებ. მაგრამ ქორეოგრაფი ის არის, თორე ყველაზე გაბრაზებული რომელიც არის ჩვენზე რატომ ხაც და დანარჩენი ხა თენგიზ უთმელიძე ყოფილი მოცეკვავეა, არაფერი არ დაუდგია თავის ცხოვრებაში. ომარ მხეიძე კარგი მოცეკვავე იყო, მაგრამ ქორეოგრაფი არ ყოფილა და არ არის. ჯემაჭკვასელი საერთოდ მე მგონი ლოტბარია რა და ხა ესეთი კომპეტენტური აქვს ქორეოგრაფიაში, არ ვიცოდი. ამიტომ დანარჩენებიც ნუ არ ვიცი, ხა ბავშვებს ასწავლიან, მე როგორც ვიცი რეზო ჭანიშვილი ბავშვების მასწავლებელია და არ ვიცი, ეს ხა ცეკვის მასწავლებელი უფროა, ჩემთვის ვიდრე ქორეოგრაფი. არ მინახე არაფერი მისი შექმნილი, არ ვიცი, ხა შეიძლება ქმნის და არ ვიცი. რაც შეეხება ეს ანსამბლი სუხიშვილების არის თუ ვისია, ამაზე პასუხი გაცემაც ცოტა მიჭირს, რატო გეტყვით? იმიტომ რომ სუხიშვილების არის, აბა ვისია ეს ანსამბლი? ელემენტარულად, ჩვენ გვაქვს ორი მთავარი რამე, რაც ყოველთვის სუხიშვილებად აღიქმება და აღიარება ეს ანსამბლი. ჩვენ გვაქვს ბრენდი, სუხიშვილები უკვე ბრენდია. ეს ამას უკვე არაფერი აღარ ეშება, ეს ესეა, ეს რეალობაა და ჩვენ კიდე გვაქვს ნოუ-ჰაუ, ეს ალბათ ჩვენ, ეს არის ჩვენი დადგმული ცეკვები. მე ვიცი რომ კრიტიკის მიუხედავად თქვენ ემზადებით ახალი პროგრამისათვის, რომელსაც მაყურებელი მაისში იხილავს, ანუ შეგიძლიათ წინასწარ ვარაუდოთ, რომ ამ ყველაფერს კიდევ ახალი კრიტიკის ქარცოცხლი მოყვება, იქნება ექსპერიმენტები, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს ქორეოგრაფები საქართველოში. სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ჯანმრთელი კრიტიკა. კრიტიკა ხალხს გონია რომ უნდა გააკრიტიკოს, უნდა გალანძღოს. არის კრიტიკა, რომელიც პირიქით კაი სტატიას დაწერს, კარგად ილაპარაკებს და ნორმალურად არის ცუდი კრიტიკა არის კარგი და ეს ბერმა არის რაღაც სიტყვა კრიტიკა არის, გონიათ რომ ესევე ლანძღვა მოდის. ჩვენთან მე ვერ ვამჩნევ ვერც ჯანსაღ კონკურენციას, ვერც ჯანსაღ კრიტიკას. მე შეთავაზება მაქვს ეგეთი, ამდენ ლაპარაკს და ამდენ დროის კარგვას ეხლა ხო წესია რომ ყველა ანსამბლმა შეასრულოს რამოდენიმე კონცერტი წელიწადში და ჩვენ ამ პროგრამაში ვართ როგორც სახელმწიფო ანსამბლები სხვების ატარებენ, ასევე ჩვენც ვატარებთ. ჩვენ უკვე ორი პროგრამა გამოვიტანეთ, სამი ცალ-ცალკე სხვადასხვანაირი. მე შეთავაზებ გაკეთდეს თქვათ წელიწადში ორჯერ გამოიტანონ 6 კომპოზიცია თითო კოლექტივმა. და ეს შეჯიბრიკი არ იყოს და ოლიმპიადა, უბრალოდ ეს იქნება საინტერესო ხალხისთვის, ეს იქნება ახალი კომპოზიციები. ჩვენ კი შესაჯიბრად და აბა მოდი ვინ უკეთესად გააკეთებს, მასე არ ვფიქრობ. მე უბრალოდ ვიძახი რომ საქმე გაკეთდეს. რომ ხალხმა დაინახოს რომ რაღაცა ხდება ხელოვნებაში. კარგი იქნება თუ ცუდი, მაყურებელი თვითონ ამას განსჯის. ეს იქნება მუსიკა, ეს იქნება ფორმა, ეს იქნება სტილი არის ფოლკლორი. ამ სტილში ჩვენ მით უმეტეს ქართულ ფოლკლორში აი იმდენი მასალაა რომ აი არ ვიცი ყველაფერი თითო ნაბიჯიდან შეიძლება ააწყო და თითო გამოხედვიდან და ერთი რეალიდან ააწყო მთელი კომპოზიცია. მე თუ შეიძლება დამამთავრებინ ერთსამიტნარი რომ ეს მე მგონი აზრია, იმიტომ რომ ხალხი ივლის ამ კონცერტზე
სადაც რამოდენიმე ჯგუფი გამოიტანს წელიწადში თუნდაც 3 იყოს, კი ბატონო, 3 ახალი კომპოზიცია. იცით რა არის ეს მცდელობა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ უკვე არის ეს მცდელობა გაკეთებული, რომ დაინიშნა ეს კონცერტები და როგორც ილიკომ თქვა, ავატარებთ ჩვენ ყოველ თვე საკონცერტო დარბაზში კონცერტებს და ერისიანი და რუსთავი ვერ ატარებს ამ კონცერტებს, იმიტომ რომ ვერ ყიდიან ბილეთს და ხსნიან ამ კონცერტებს. სარიელ დარბაზში ხო არ გამოვლენ და ნახევრამდეც ვერ ავსებენ და ფიცი მწამს და ბოლო მაკვირებს. თუ ასეთი ცუდია ჩვენი კონცერტი, რატო არის რომ ჩვენ კონცერტზე ბილეთს ერთი კვირით ადრე თუ არ მიხვედი, ვერ იშოვი და იყიდება ეგრევე, სალარო იკეტება 10 დღით ადრე და ის კონცერტები ასეთ სარიელ დარბაზებში მიმდინარეობს. რატო ხდება ეს გამაგებინეთ? აი ეს არის მთავარი და არ ჯობია ამდენ ლაპარაკს და ჩვენ კრიტიკას მიხედონ თავის ანსამბლებს, აემაღლონ დონე, არ ვიცი ძველი გააკეთონ, აღადგინონ თუ ახალი გააკეთონ, მაგრამ იმუშაონ, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ. დღე და ღამე თამგანწირული შრომა გვაქვს და ყოველდღე რეპეტიციები და სულ გასტროლებზე დავდივართ, თუ გასტროლებზე არა, თბილისში ვმუშაობთ და მე მგონი ამდენ ლაპარაკს ჯობია ყველამ თავის ანსამბლში თავის საქმეს მიხედოს. ვერ გაიგებ, გისე გააკეთებ, თუ ასე გააკეთებ, მაინც მაგათ გულს ვერ მოიგებ და ამიტომ მე ვთქვი, რომ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ გვესმის და ბებიაჩემის მონათქვამებზე რაც არის ლაპარაკი, იცით, მე მახსენდება ძალიან მისცეთ საყვარელი ფრაზა ანდაზა აღმოსავლური. აი ამ დაგვარ თავდასხმებზე ამბობდა ხშირად, რომ ძაღლი და ქარავანი მაინც მიდის და ჩვენი ქარავანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ამ ინტერვიუზე და იყავით ყველაზე ცხელი ტოქ-შოუს სტუმრები. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად.